აქციის სიდებილეზე არ ვილაპარაკებ 350 დღე რომ რაღაცა ცხოვრები და მაგაზე არ ვილაპარაკებ, აი ბიძინა ისაუბრეთ. ძალიან მაგარია, აი всё, ჩაჭერილი მყავს. მაყოფს რომ არის პროპაგანდისტული. ქართულებს. აი ხა შენ მითხარი ბიძინაზე ორი წუთი რა. იმას გავაკეთეთ, ეს ბიძინა ივანიშვილის პასუხი ვერ გამცა, ესე იგი აქცია ძალიან გენიალური. ჩემ ხელისუფლება მაშინ დამიცვა თუ არ. ამაზე რა პასუხი? მე რა თქმა უნდა პასუხი. კოპახიძის გამოსვლის მერე და კოპახიძის გამოსვლამდე რა რეაქციაც იყო ამას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ. ვერ ახდენთ რევოლუციას. ანუ არ შეგიძლიათ, ლუზერები ხართ, არ იცით როგორ გააკეთოთ ეს. რა არგუმენტებმა გადაწონა თავის დროზე, როდესაც მხოლოდ ქუჩა დაიტოვეთ თქვენი ბრძოლის ინსტრუმენტად. შენ რომ მოკლარ, უბრალოდ. მე პროტესტი არ გამიწეს, არ გამოვიდე. თქვენ ოცნებობდით რომ ვიღაცა მოუკვდარიყო. დღე და ღამე ოცნებობთ რომ ვიღაცა მოუკვდარიყო. ირონულ შორაწყობას მაყენებენ და შარლო რამიშვილი თავის სამი და კორონა გაწმოში სულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი თუნდაც ჩემთვის მიუღებელი აზრი. პირმა რომელიც პოლიტიკის შეცვლა მოუნდა, ეს გადაწყვიტა ჩემი ცემით. რატომ არის საჭირო თქვენი პოზიციების გასატანად აი ამ ენის გამოყენება? რომ მიშას უნდა ციხიდან გამოსვლა და რაღაცა იმის ბელორუსიელ ნაშებთან ერთად პარტიას უნდა ხელისუფლების დაბრუნებაც და ხელისუფლების მოსვლა ეგ რა ის არის. სადიხო არა ხარ. არ ვამაყობ. სალამი, თქვენ ხართ დებატებში 64-ზე და ამ სერიაში ერთმანეთის პირისპირ ხედავთ ნიკა ქობულაძესა და ცოტნე კობერიძეს, ამ ორ საჯარო ფიგურას, რომელსაც აქამდე ერთმანეთთან არასდროს არ უსაუბრიათ. მაგრამ გონია რომ ერთმანეთის შესახებ გარკვეული წარმოდგენები გაქვთ, ერთმანეთის პოზიციებს და საქმიანობასაც თვალყურს ადევნებთ და პირველ რიგში თუ მაინტერესებს ხოლმე რა განწყობით მოდიან ხოლმე ჩვენთან სტუმრები და რა მოლოდინი აქვთ ხოლმე აი ამ დებატებში მონაწილეობის ირგვლივ. მოდი ნიკა, თქვენი დავიწყოთ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი რომ მომეცა საშუალება რომ თქვენთან მოვსულიყავ, ბოლო წლებში ჩვენთან ტრადიცია არის ისეთი რომ ანუ მოკვდა რა დებატები. ოფიციალურად მოკვდა განსხვავებული აზრი, იმიტომ რომ არის ანუ ჩემი აზრი და აზრი რომელიც უნდა დაისაჯოს რა და მე მასე არ ვთვლი პირიქით რა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც ბოლო წლებში ჩემი აზრით გამოიწვია ბევრი კრიზისები არის ის რომ რაღაც ჯგუფებმა გადაწყვიტა რომ არ უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთში და ძალიან მომწონს რომ თქვენი ეს პროექტი არსებობს, კიდევ უფრო მომწონს რომ არის შესაძლებლობა აქ შევიკრიბოთ განსხვავებული პოზიციების მქონე ხალხი და რავი ვიკამათოთ ადეკვატურად. მადლობა ცოტნე. ხო რავი, ჩემი პოზიცია ზოგადად არასდროს დიდად ლაპარაკის არ მეუხერხულება ვინმესთან ამასთან. რაც შეეხება ხა ამ წამჩემ ოპონენტს ვიცნობ თუ არა, უფრო ძველი ცხოვრებიდან როცა მე ხა უფრო ლიბერტარიანის უფრო აქტიურად იმუშავებდი რაღაცნაირად ვეცნობოდი და მაშინ საქართველოში რა მემარცხენე ჯგუფები იყვნენ აუდიტორია 115 ეგ მოძრაობები მაშინ რომ მოდიოდა საკმაოდ პოპულარული იყო მემარცხენე ამბებიც და საკოისო გახულების დროს 95 მუხლზე და ასე შემდეგ დებატების დროს უფრო მაშინ Facebook ქსელში ჩანდა თვითონაც და მისი აზრის ადამიანები მე ხა უფრო სხვა სახე მიიღო და სახელმწიფო და ოპოზიციური მათ უყურებ ჩემთვის ერთ-ერთი შემაკავებელია ხოლმე შეურაცხყოფის ამბავი და ჩხუბი რასაც ვერ ვიტან გადაცემებში და შტაბეჭილებად ნუ ხა კართან შევხვდით ერთი წუთი ვიდექით და ვიხდით რომ რაღაცნაირად რაღაც იმას არ გადავალთ სურებს და ვისაუბრებთ. ნუ ამას ეყრდნობა კიდე სტილობის და რაღაცის დებატების მთელი იდეა საუბრის პრობლემას ვერ ხედავ თუ ეგ არ არის. მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა რომ გიყურებთ ჩვენი დებატების აი ამ კონკრეტულ გამოშვებაში საპროტესტო ხანგრძლივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი წლის თავზე აი ჩვენი დებატების მონაწილეები თავიანთი პერსპექტივიდან იმსჯელებენ იმის შესახებ რა მოუტანა პროტესტმა საქართველოს ქართული ოცნების პოზიციით ამან მოუტანა ეკონომიკური უკუსლვა მაგრამ საპირისპირო მხარეს მყოფი ადამიანები მიიჩნევენ რომ ამით ნარჩუნდება ქვეყანაში ასე ვთქვათ დემოკრატიისკენ 78 მუხლის დაცვისკენ სწრაფვა და ზოგადად ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა. ამაზე გვექნება დღეს დებატები, ეს იქნება ჩვენი ძირითადი საკითხი და ხო ჩვენი მხრივ აი ამ სერიითაც ვაგრძელებთ ჩვენს ცდილობას, რაზეც აღინიშნა კიდეც რომ აი მკვიდროსაც დაძაბულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ საზოგადოებრივ თუ მედია გარემოში შევახედოთ ჩვენს აუდიტორიას ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ ორი სხვადასხვა პერსპექტივიდან, როგორც ქართული ოცნების ღია მხარდამჭერების პერსპექტივიდან, ასევე ოპოზიციონერების. მე წარმოგიდგენთ უკვე ფორმალურადაც ჩვენს სტუმრებს ნიკა ქობულაძე, მას ინტერნეტ სივრცეში მეც და ასევე ტელევიზიაში ზოგიერთ მოიხსენებენ როგორც ნიკუშა მარკს, ის არის დღეისათვის ტელეარხ პოსტივის პოლიტიკის ანალიტიკოსი,
მანამდე იყო მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, ვიდრე ეს მოძრაობა გარდაიქმნებოდა პოლიტიკურ პარტია და შემდეგ ვიხილავდით საქართველოს პარლამენტში. მანამდე ასევე იყო 2018 წლიდან თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოადგილე და ასევე 2 წლის განმავლობაში თქვენ ასრულებდით დირექტორის მოვალეობასაც. კი ბატონო, რაც შეეხება ცოტნე კოპერიძეს, დღეისათვის ის არის უკვე როგორც დამოუკიდებელი ოპოზიციური პოლიტიკოსი, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ თქვენ იყავით მე-6 ნომერი კოალიცია ცვლილებებისთვის და დღეს შეიძლებოდა თქვენ წარმედგინეთ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, რომ არა პოლიტიკური ბოიკოტი, რის გამოც არ შევიდა ეს კოალიცია, თავად ცოტნე კოპერიძემ კი დატოვა შემდეგ ეს კოალიცია 2025 წლის აპრილში, ისევე როგორც პარტია გირჩი მეტი თავისუფლება და ასევე ცოტნე კოპერიძე იყო თბილისის საკრებულოს მე-7 მოწვევის დეპუტატი 2021 წლიდან, ის არის ასევე პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი. ნუ ეს ფორმალური თქვენი წარდგენა, მაგრამ ეხლა გვინდა რომ თქვენ თავად წარადგინოთ საკუთარი თავები, ოღონდ ამაში ჩადოთ ის ღირებულებები, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, თქვენი მოტივები და მიზნები. მოდი დავიწყოთ ნიკას პირველ რიგში თქო მივეცით და ცოტნეთი დავიწყოთ ამჯერად, ცოტნე 1 წუთში რო ჩაადიოთ, აი ადამიანი, რომელიც შეიძლება დიდი ხანი აკვირდებოდეს თქვენს პოლიტიკურ საქმიანობას, მას რას ეტყვით თქვენ საკუთარ თავზე? თქვენ როგორ ხედავთ როგორც პოლიტიკოსი თქვენს თავს? ნუ მე რა პოლიტიკაზე შეყვარებული ადამიანი ვარ და გარდა რაღაც პროფესიულისა ჩემი ჰობი არის, სწავლის ხრითაც ამ საქმეს სწავლობდი, პრაქტიკაშიც რაღაცა პოლიტიკაში 18 წლისას მივედი როგორც კოორდინატორი, ყოველთვის ჩემი ხედვა მქონდა პოლიტიკა ჩემთვის რა იყო, გარდა იმისა, რომ მართვის ხელოვნება არის, ჩემთვის პოლიტიკოსობა მე ასოცირდებოდა, რომ ჩემი რაღაც იდეა სხვას რო გადავცემ და ერთად რო აღმომჩენი ვართ იგივე აზრის და ამით მე სიამოვნებას ვუწევდი და ჩემთვის პოლიტიკა არის ქუჩაშიც იმას რო ვლაპარაკები, უნივერსიტეტშიც აქ თქვენთან ეთერშიც და მის გარეს და რაიმე ტრუბლინა რაც იქნება. მინდა რომ სანამ ცოცხალი ვარ, მეტი ის აზრი დატოვ, რაც მე სწორი მგონია და სხვას ჩემთან ერთად ამ აზრის აღმოჩენილი იყოს და გავცელდეს ეს მანიჭებს რაღაც ეგზისტენციალურ სიამოვნებას, რომ თითქოს ამით უკვდავყოფ ჩემ თავს, იმიტომ რომ სხეული მომაკვდავია და რაღაც იდეა და აზრი მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს იდეა და აზრი მარტივად ერთიანდებადე რო ჩავიყვანო არის რომ იცხოვრე და სხვასაც ხელი არ შეუშალო და რაღაცა და მიდიას რა აზრითიც მე ამოდივარ მათ შორის ამ კლასიკური ლიბერალური ხედვისგან, მინდა რომ ეს ღირებულება დავტოვო. რაც მე პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს, ჩემი ხედვა სახელმწიფოსადმი როგორიც არის, ჩემი ხედვა ზოგადად სოციოლოგიურად როგორიც არის და ეს განსხვავებები მაქვს. ამ მომენტში პარტია არ მაქვს, მაგრამ რაღაცად ეს როგორც ხედავთ ისე სიტუაცია ისედაც ამ ბრენდინგმაც ყველაფერმა სახე შეიცვალა და დიდად ხელს არ მიშლის, რომ ჩემი იდეები მაინც გავარცო. თქოთ კიდევ მომდენო 1 წუთში უკვე ნიკას მოусმინოთ. ნიკა ქობულაძე, ეხლა ვარ პოლიტიკის ანალიტიკოსი. ბოლო წლებია ვაკვირდები ქართულ პოლიტიკას, ვსწავლობ ქართულ პოლიტიკას, ვაანალიზებ ქართულ პოლიტიკას, დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი საჯარო მოხელე. ამ დროის განმავლობაში საკმაოდ შემეცვალა ჩემი შეხედულებები, თუმცა ძირითადი აზრი აქვს მქონდა დავშოთ 15 წელიწადში დაახლოებით იგივე აზრი ვარ. იცი რა არის, მე ძალიან მაინტერესებს ქართული პოლიტიკა და ვცდილობ რომ ის შევისწავლო, გავაანალიზო და ვნახო რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრა უკვე ბოლო რამდენიმე წელია პოლიტიკური ამბიციები აღარ მაქვს, იმიტომ რომ გასაგებია რომ საქართველოში და ჩემნაირი ტიპებისთვის რთულია რომ პოლიტიკაში აქტიურად იყო. ამიტომაც შემიძლია უფრო მარტივად შევხედო პოლიტიკას და უფრო მეტად ვთქვა ის, რისი თქმაც საქართველოში ხალხს ეშინია, იმიტომ რომ საქართველოში განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს თავისუფალ ჩარჩოებში მოაქცევენ, საერთოდ არ შეუძლიათ საკუთარ აზრის თქმა. განსხვავებულიც მე შემიძლია და მაქვს ბედნიერება და მათ შორის იმ პოზიციებშიც კი რომელსაც მე ვიზიარებ და ხშირად მაქვს ეს პოზიციები, საკმაოდ ბევრ თემებზე მაქვს განსხვავებული აზრი და ამას ვთვლი რომ ძალიან დიდი მიღწევა ის ჩემი. მეც წარვადგენ საკუთარ თავს, მე ვარ გიორგი გიორგაშვილი, ვარ პროექტის 64-ის ჟურნალისტი და აი ამ დებატების ავტორი და მოდერატორი და აქვე ბარემ ფორმალურობები რომ ამოვწუროთ წესებზეც ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ცხადად გვინდა რომ თქვენი დებატები იყოს საინტერესო, დინამიკური, არ ვიცი, იკამათეთ თუ გნებავთ, მაგრამ ისე რომ არ გადაკვეთოთ ჩვენი დებატების ორი მთავარი ზღვარი, ერთი ის რომ არ გამოიყენოთ არანორმატიული, შეურაცხყოფელი ლექსიკა როგორც ერთმანეთის ასევე მესამე პირების მიმართ და ასევე ისაუბრეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენთვის განკუთვნილი დრო იქნება ჩართული, თუმცა ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს ისეთ ბლოგს, სადაც ასე ვთქვათ, შერეულ დისკუსიას
დისკუსიას ვეძახით, სადაც შეგეძლებათ რომ ერთდროულად ისაუბროთ. და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს ასე ვთქვათ აუდიტორიასაც მიმართავთ რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დავიწყებთ მოკლედ დებატებს უკვე ჩვენი მთავარი სადებატო საკითხით პროტესტი ბარიერი თუ ბიძგი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ საკითხზე თქვენი ინფორმირებული იყავით წინასწარ რომ ამ თემაზე ვისაუბრებდით და თავდაპირველად მოგცემთ 3 წუთს იმისთვის რომ ზოგადი აზრი გაგვიზიაროთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ დებულებებზე თქვენი მოსაზრებების მოსმენით. ცოტნე აი ესე დავაყენეთ ეს საკითხი იმისთვის რომ დაფაროს ორივე მხარის პოზიცია ბარიერი თუ ბიძგი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენ რას ხედავთ, როგორ ხედავთ 3 წუთში რომ აგვიხსნათ. ნუ ალბათ გულისხმობთ აქ კონკრეტულ ამ აქციებს რომელიც მიმდინარეობდა ზოგადად აქციებთან მიმართებაში როგორ ხედავთ აქციას როგორ ხედავთ ქვეყანაზე რა არის ქვეყნის განვითარება ალბათ ეს ყველა საბაჩვენებაში წარმოდგენა გქონდეს მე ზოგადად უყურებ ესე რომ საზოგადოებას რომელსაც პირადად გამოიწევს ქვეყნის ერთადერთი კაცი რომელიც ყველაფერს მართავს და არაფორმალური მართველი და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი რომელმაც გამოწვევა გაგუკეთა და თან აუხსნა ფალს რომ მე სპეციალურად გავაკეთე მე პირველად რო გავიტანე იმიტომ გავიტანე რომ მაშინ დამშვიდობინეთ და მე ეხლა მეორეთ იმიტომ რომ დაგღალოთ და როცა ესე დაგელაპარაკება პირველი პირი მან რაღაც პასუხი უნდა მიიღოს და ეს პასუხი რო იყოს აქცია ეს ჩემთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა ზოგადად რაღაცა წაადგება თუ არ წაადგება ამას უნდა შევხედოთ ორი მხრივ ერთი როგორ თქვა აქტი უტილიტარიზმი რო კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულმა ქმედებამ თქვა რაღაცა ქუჩა რო გადაიკეტა იქ რო ტაქსისტი არ მივიდა და იმ ტაქსისტმა რო რაღაცა ოთხონის ხარე დაკარგა და რაღაც ესეთი რაღაცებს შევხედოთ რა მაშინ ბაქუყანა დააზარალა მაგრამ მეორე ეს არის წესი უტილიტარიზმი როცა შენ გაიხდი წესად რომ ესე კაცი დაგელაპარაკება და ამას პასუხს არ გასცემ ეგეთი ტიპის ქვეყანა როგორი იქნება ხვალზე მაზეკ და გრძელვადიანად ამიტომ ჩემთვის აქციების ზოგადად ნიშნავს იმას რომ ხიზელი საზოგადოება რო არსებობს ეს შეახსენო ქვეყნის მართველებს ვინც არიან და არ უნდა ქონდეთ მათ განცდა რომ სამომავლოდ რაც არ უნდა დააპიროს მას არანაირი გამოხმაურება არ მოყვება და არანაირი ზარალი არ მოყვება მათ შორის ზარალი რომელიც შეიძლება მოყვეს მართველ პარტიას და იმის გამო რომ მართველი პარტია აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუციებს შენ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუციებთანაც მოგიწიოს შემხებლობა მაგალითად შენ რო რაღაცნაირად ცდილობდე რომ სადღაც რაღაც დეპუტატი ვერ შევიდეს იქნებ პარლამენტში ან რაღაცა ხელი რაღაცებს შეუშალო იმ კონკრეტულ დღეს შეიძლება რაღაც სამსახური ვერ შედგეს და შენ დაინახო როგორც ქვეყნის რომელიღაცა ინსტიტუციისადმი დარტყმას მაგრამ სინამდვილეში შენ ამით შანს უტოვებ რაღაცნაირად იმ იდეას რომ რამე მოინდომოს ერთპიროვნულ მმართველს სახელმწიფოს თუ რო სახელმწიფოს კიდე ბევრნაირი არსებობს მათ შორის რა სახელმწიფო შეიძლება იყოს ლევიათანად ქცეული რაღაცა დიდი სხეული საკუთარი ფაშისტური მაგალითად სურვილებით და სულ არ გაინტერესებდეს თქვა ის ინსტიტუციები საკუთარი ფაშისტური სურვილებით ამდენად წარმატებული იქნება ან არ იქნება შენ გინდა რომ ერთი ადამიანის ცხოვრება ინდივიდუალურად იყოს აქ წარმატებული თითოეულ ადამიანს თვითონ სამყარო თვითონ ცხოვრება არის და როცა ჩვენ ხედავთ რომ ამას საფრთხე მოხდება როცა ჩვენ ხედავთ რომ ერთი ადამიანი თანასწორად არ გვიყურებს ერთი ადამიანი გვიყურებს რაღაცნაირად ზემოდან და თავხედურად აღარც მალავს ამას პირდაპირ ის აქცია და მიტინგი იყო სადაც ჩაწერილი ტაში სადაც ქონდათ ეგ იყო ისტორიული ბრიფინგი რომლის დროსაც მან უბრალოდ გითხრა ეს ყველაფერი რატომ გააკეთა ამას მათ შორის ეს რო შევხედოთ ამას როგორ უყურებთ მოდი ვიცოდეთ რომ ყველაზე დიდად კინოული ეს აქციები ამ აქციების მონაწილე ხალხისთვის არის ჩვენ რო ან აქ ყოფ ხალხი რო არ ფიქრობდეს რომ ამით ცდილობს რაღაცა სამომავლოდ უკეთესი შეიტანოს აქ ქვეყანაში ამას არ გააკეთებთ იმიტომ რომ აქეთ დაზიანდა ხალხი ფიზიკურად აქეთ ხალხი დაზიანდა ფინანსურად, ფაქტიურად დაყადაღებული არის ნახევარი საქართველოს და ეს ყველაფერი ამ ხალხის სურვილით არ მომხდარა. ეს ყველაფერი გააკეთა ყველა ჯერზე ქართულმა ოცნებამ. თუ ამით ზიანდება სახელმწიფო, ეს ყოფილა ოცნების ბრალი 10 წელს დავამატებ, იმიტომ რომ როცა ოპოზიციამ გააკეთა აქციები, მაშინ ხალხი აღარ გამოდიოდა, გარეთ იყო დარჩენილი და კობახიძის იმ ნათქვამა უბრალოდ შანსი არავის არ დაუტოვა, რომ სახში დარჩენილიყო. ძალით გამოგვიწვიეს ისო ქუჩაში. დიდი მადლობა. მოიტანა საუბარმა და აღნიშნოთ რომ ეს თქვათ როდესაც საუბრობთ რომ ხანგრძლივი საპროტესტო აქციების ანალიზი გვინდა ორი მხარისგან ამის საწყისი წერტილი აღმოჩნდა სწორედ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება რომლის თანახმად საქართველო შეაჩერებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან 2028 წლამდე და ამას მოყვა შემდეგ უკვე საპროტესტო აქციების უწყვეტი ფორმა, უწყვეტი შეიძლება არა იმ გაგებით რომ ყოველდღე ერთსა და იმავე მასშტაბის სახე კონდეს ამას, თუმცა ყოველდღიური სახე ამას ნამდვილად აქვს. ნიკა, თქვენი 3 წუთი იმისთვის რომ გითხრათ თქვენი ზოგადი ხედვა აი ამ 1 წლის განმავლობაში რისი მომტანი ან თქვენი პერსპექტივიდან წამთმევი არის ქვეყნის განვითარებისთვის საპროტესტო აქციები.
დავიწყოთ იმით, რომ ამ აქციების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს აქციები არ გამოხატავს ხალხის უდიდეს უმრავლესობის აზრს. ეს აქციები გამოხატავს კონკრეტული ჯგუფების, რომელშიც არის გაერთიანებული ყოფილი ხელისუფლება, ამას დაემატა NGO სექტორი და სხვა ლუზერი ჯგუფები, რომელსაც უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომელსაც უნდათ რომ აიღონ ხელისუფლება და ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელსაც აწყდება ეს ოპოზიციური გაერთიანება არის ის, რომ მათ უნდათ მოაწყონ რევოლუცია და ამის არც საშუალება, არც უნარი და არც ძალა არ გააჩნიათ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მათ პრობლემებს იწვევს. მათ დაიწყეს აქციები ყოველდღიური 370 დღეა დადიან. მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე არაფერი, რომელმაც 379 დღის განმავლობაში შედეგი არ მოიტანა და მაინდა-მაინც მოიტანა 370 დღის შემდეგ. ამ აქციებს არანაირი ლოგიკური ახსნა და აზრი არ გააჩნია, იმიტომ რომ პოლიტიკურად ეს იყო, რომ ყველამ იცოდა რომ აზრი რომ მოდი შევიკრიბოთ ძალიან ბევრი ადამიანი და ამ ადამიანების შეკრების შემდეგ ხელისუფლება წავა არ იმუშავებს, იმიტომ რომ ხელისუფლებას გააჩნია უფრო მეტი მხარდაჭერა. ხელისუფლებამ ძალიან კარგად მოახერხა და აუხსნა ხალხს, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს დასავლეთი. დასავლეთს სურს საქართველოს გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ საქართველოს ჩაებას უკრაინის სასარგებლოდ ომში. ამ აზრმა გაიმარჯვა საქართველოს მოსახლეობაში. ყველა ადამიანმა, რომელიც ამას იზიარებდა, განაცხადა, რომ ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ამ ფარსში მონაწილეობა. ძალიან მარტივი არა, რომ მე ვიცნობ, მე თვითონაც NGO სექტორის წარმომადგენელი ვიყავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მე ვიცი, როგორ ხდებოდა ამ ხალხის დამუშავება, როგორ უხდიდნენ ფულს, როგორ ხდებოდა რაღაცა მთელი რიგი პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენება და ეს არის მთელი კარგად ჩამოყალიბებული რაღაცა ესეთი საკმაოდ ეფექტური მეთოდები, რომლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ აი ეჩვენებინათ, რომ აი ქართული ოცნება არის რაღაც ტირანული რეჟიმი, აი ხა მას ახლა ჩვენ მოვაწყობთ დიდ აქციას, რაღაცას გამოვიყენებთ, აი ჩვენ ვაიძულებთ, რომ მან ისეთი შეცდომა დაუშვას, რომელზეც ხალხი კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღშფოთდება, გამოვა და ჩვენ აი მოახდენთ ერთ დიდ მიტინგს, აი დავიქულებთ და ეს ხელისუფლება გადადგება. მე ამან აი ძალიან მარტივ ამას ვიტყვი რა, აი ყველაზე მარტივ მაგალითად ვიტყვი რა, რომ ანუ მე მაგალითად დღემდე ვერ გავიგე რა შეჭirdებოდათ ეს თელი ეს რაღაც აი ორკესტრირებული შეტევები სხვა ადამიანების მიმართ. მე თან როგორ იყო ესე იგი ერთის მხრივ რევოლუციონერები იყვნენ, რომლებიც ამხობდნენ ხელისუფლებას და მეორეს მხრივ აუცილებლად იყვნენ ტანჯულები, აუცილებლად იყვნენ მსხვერპლი და ამ ყველაფერმა გამოიწვია რომ ძალიან მარტივია რა. ხალხის უმრავლესობამ უბრალოდ არ დაუჭირა მხარი. და შედეგად მიიღეთ, ბოდით დავამთავრებ, შედეგად მიიღეს რომ უბრალოდ არიან, რავი, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოკვდნენ. დიდი მადლობა. აი ამ შესავალ სიტყვებშიც თავისთავად ცხადი არის, რომ ერთმანეთის ასე ვთქვათ პოზიციებში არის გარკვეული საკითხები, რომელიც არის თქოს გაუგებარი და მოდი გამოვიყენოთ ეს მაგიდა იმისთვისაც, რომ გაარკვიოთ თუ ერთმანეთის ქმედებებში რა არ გესმით. და მოდი ჩვენი წესების თანახმად მე ახლა წარვადგენ ჩვენს პირველ სადებატო დებულებას. ესეთი ფორმულირებით, რომ პროტესტი გამოხატავს ვიწრო ლიბერალური ელიტის ინტერესებს და არა ფართო საზოგადოებრივ მოთხოვნებს და ეს სადებატო დებულება არის დაფუძნებული პარტია ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პოზიციაზე. ჩვენ მოვისმენთ, რომ ნიკაც შეეხმიანა თავის, ასე ვთქვათ, ამ სამწუთეულში აი ამ თემას. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, ძალიან ფორმალური არის, გასაგები არის თქვენი პოზიციები, მაგრამ მაინც დემონსტრირებისთვის აუდიტორიას რო აჩვენოთ. კი ბატონო. მოდით ახლა მე მოგცემთ კიდევ 3 წუთს იმისთვის, რომ უკვე აი ამ კუთხით განვავითაროთ თქვენი, ასე ვთქვათ, მსჯელობები, ცოტას მივცემ 3 წუთს, რატო არ ეთანხმება ამ მოსაზრებაზე, რადგან ამ მოსაზრების საპირისპიროდ თქვენი თქვენ დანახული რეალობა როგორი არის და შემდეგ ნიკასთან გადავალ ანალოგიური 3 წუთით. ჯერ ამ დროის განმავლობაში უამრავი ძალიან დიდი აქცია ყოფილა და იმ აქციებში მონაწილე ადამიანი რო ვიწრო ლიბერალური ჯგუფი იყოს, ნეტა ეგეთი ქვეყანა მანახა რომ მაგდენი ლიბერალი ადამიანი არსებობდეს, რომელიც ეგრე გამოდის და ქუჩაში ამას ვიწრო და უძახო განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა ამ ქვეყანაში სულ 2,500,000 ადამიანი შეიძლება აქტიური ესეთი მაცხოვრებელი იყოს და ამის ფონზე რამდენი ადამიანს გამოდიოდა და მაგას ვიწრო ლიბერალური ჯგუფი და უძახო, ძალიან უცნაურია. მე ამას დამატებული საერთოდ რისთვისაც ეს ყველაფერი ხდება, ამ deep state-ზე ეს მინდის ეს საუბარი. ამ ყველაფერს გებულობ იმის ფონზე, მათ შორის შენ
ადამიანი სუვერენი იყო შელახული რომ შენ ყავდა პრემიერ-მინისტრი რომელიც თურმე აგენ ბიძინასყოლია ესე თითის დარეკვით დანიშნული შენ გესაუბრებია რომ არჩევნები არ ყალდება სანამ ყველა კარგად ვიცით მათ შორის მე ამის პრობლემა არ მაქვს რა კარგად აი სალამაზრობაში როგორ არის ჩემევრეთ რომ შეგეც ყველა კარგად ვიცის ყველა ქოცმა ყველა ნაცმა ყველა ამით საკუთარ არჩევნები როგორ ტარდება ჩემო ოპონენტმა ძალიან კარგად იცის არჩევნები როგორ ტარდება ამიტომ არჩევნებზე იმ დადგული შედეგით ეს იყო პასუხი რამეზე ამის გამოყენება რომ ქვეყნის უმრავლესობა გადაწყვიტა რომ ფეხებზე კიდია ის რაც ახლა იქამდე ხდებოდა ეგ არ უყურებს და არის ვიწრო ლიბერალური ბაბლის ეს არის ძალიან არასწორი ნაცარი ხედვა და ყველა მიცის გარდა ამისა აქ ხოლოდ არ ყოფილა ამ აქციებზე უკვე ზოგადად ქვეყნის საერთაშორისო კურსზე ყურებ არ ყურების ამბავი მიუხედავად იმისა რომ თვითონ კობახიძე იყო ვინც როგორ ჩანს დიპტეიტის დავალებით და დაძალებით და სუვერენიტეტის შელახვით ჩაწერა ეს მუხლი ხო მისი ჩაწერილი მუხლია ზოგადად კონსტიტუცია მისი დაწერილი არის ამ პროცესის განმავლობაში დაინგრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები პირველ რიგში ეს არის და მე სულ არ მაინტერესებს აქ ევროპა და რაიმეს გავსი ამ პროცესის განმავლობაში მე მიხვდი რომ ჩემი არასწორი პოზიციის გამო რომელსაც შეიძლება ხელისუფლება უწოდებდეს არასწორს მაგალითად ხო ესეთ არასწორი პოზიცია რო გქონდა თქვა გახარია ის პრემიერ-მინისტრი გახადა მაგრამ მე ადამიანს შემილახა როგორ ტიპის უფლებები ვიცი სახთა დახვდნენ ელექტროშოკებით დაკავებულ სულ თქვას რომ დამაკავის ხამბუთი გქონდა უკვე შეკრული წამაქციეს 15 წუთს მე დაკავებიდან და შემდგენ წიხლები ჩემ მეგობარს პიტი დახვდეს და თავი გაუხეთკეს საქართველოს არსებობს პირველად დამირეკეს კუბიდან თუ ჩინეთიდან თუ რაღაც გავსიმეებიდან და მაგინებდნენ მე ჩემ ოჯახის წევრებს ამ დროის განმავლობაში აქ ქვეყნის კურზე კი არ იყო ადამიანების თავმოყვარეობა შეიძლება პროცესში რომელთა მიმართებაში ეს რომ ხელისუფალს გაუტარო ეს პრობლემა უნდა იყოს ნაცისტვის გირჩისთვის სოტრენსთვისაც ქოცისთვის და ყველაფრისთვის ამიტომ ეს არის ჯერ თავარი ის რატომაც ადამიანს აქ აძლევინებს რომ იყოს 372 თუ 373 დღე არა ის რომ შეიძლება აქ სოფლიო გეოპოლიტიკა შეცვალოს ან რაიმეს გავს ყველა ადამიანს საკუთარი კონკრეტული წენა და სიბრაზე აქვს რომელზეც შენ უკვე კონტროლი ვერ გექნება ვერ გექნება და ამაზე პასუხისმგებელი არის ცხადია ყოველთვის პირველ რიგში ხელისუფალი იმიტომ რომ ყველა ის ვიცი რომ ბაბლი რაც იქნა ჩამოთვლი ვისი ისიც იყო აქციების მე რო აქციას ეგრე უყურებდი ვქნებოდი მატყუარი იმიტომ რომ მე ვხედავ ეგ აქციები როგორც იყო ეგ აქციები იყო არჩევნების მერე დაახლოებით რამოდენიმე კვირა 28 ნოემბრამდე და ეგეთი არჩევნები იყო და ეგეთი ისა და რაც მოხდა და ეგეთი აქციები იყო ვიწრო ბაბლური მაგას ძალიან კარგადაც თუ ეგრე მოწონთ შეენარჩუნებინათ და კობახიძის გამოსვლის მერე და კობახიძის გამოსვლამდე რა ორი აქციაც იყო ამაშორის განსხვავება უნდა დავინახოთ და კოცი რომელიც არ ცდილობს ამ ორ შორის დაინახოს განსხვავება ეს არის პრობლემა იმიტომ რომ თვითონ მე რაც მოხდა აი ხალხი არის ბუნებრივად გამოსული რომელსაც არ აინტერესებს აქ არც ერთი პოლიტიკური პარტია და მას შეულახეს საკუთარი ადამიანური უფლებები დიდი მადლობა თქვენ სავარაუდოდ გულისხმობთ იმას რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ნახეთ ჭავჭავაძის გამზირზე პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია კი ბატონო თქვენი კოალიციის მიერ ორგანიზებული იყო მაგრამ ხო მე თბილისი იყო გარეთ ხო კეთილი ნიკა თოთ ძალიან მარტივია მე რაც თქვი იგივეას გავაგზავნებ რა ეს იყო ანუ იცი რა არის ხა მე ძალიან დიდი ხანია უყურებ ამ პოლიტიკას წლებია ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა ჯგუფებს პოლიტიკურმა ის რომ პოლიტიკური პარტიები სუიციდი განიცადეს ეს იყო მათი აბსოლუტურად იდიოტური არჩევანი. მათი რაღაც აი საერთოდ რო არ იხსნება ისეთი არჩევანი მე ალბანზე ალბათ ვილაპარაკებთ. ის რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს საკუთარი ხმების 800 ხმის დაცვა ეს იყო მათი სისუსტის შედეგი. როდესაც გამოირკვა რომ პოლიტიკურ პარტიებს არ შეუძლიათ საქართველოს ხელისუფლება შეცვალოს, გადაწყდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას მიანდობენ სხვა ჯგუფებს. ეს იყო NGO სექტორი, ეს იყო სხვა ჯგუფები და გამოიყენეს ეს ძალები 28 ნოემბრის შემდეგ გამოვიდა პოლიტიკური პარტიების აქტივისტებთან ერთად გამოვიდა უკვე NGO სექტორის ხალხი რომელსაც აბსოლუტურად იგივე გააკეთეს რამაც აქამდე არანაირი შედეგი არ მოვიდა ანუ საქართველოში არჩევნები ჩატარდა ძალიან მარტივად ჩატარდა ელექტრონული მეთოდით რომლის გაყალბება არის შეუძლებელი ჩატარდა იმ მეთოდით რომელიც თვითონ ოპოზიციამ მოიფიქრა თვითონ ოპოზიციამ განაცხადა რომ ეს იყო ისეთი მეთოდი რომლის გაყალბება არის შეუძლებელი ეს არის ტექნოლოგიური ეს არის ამერიკული ეს არის საუკეთესო მერე აღმოჩნდა რომ ამ მეთოდით არჩევნები ვერ მოიგეს ვერ იგებთ ხალხო ამ არჩევნებს ვერ ახდენთ რევოლუციას ანუ არ შეგიძლიათ ლუზერები ხართ არ იცით როგორ გააკეთოთ ეს და ამის მთავარი პრობლემა არის რომ აი ვერავინ ვერ აღიარა რომ ვერ ახდენენ
ეს ხალხი ხელისუფლების ცვლილებას. თან ყველაზე მთავარი ის არის, ისინი არ გამოხატავენ ხალხის ინტერესებს. ეს არის ვიწრო ჯგუფების საკუთარი რაღაც ფინანსური რესურსების დაკარგვის შესაძლოზე გაბრაზება. ამიტომაც არის რომ არ გამოდის იმ რაოდენობის ხალხი. ანუ შეხედეთ რა 800,000 ადამიანი არის ძალიან დიდი რაოდენობა. ეს არის გიგანტური რაოდენობა. 800 კაციანი ჯგუფიდან რომ ეხლა 50 შეშლილი დადის ყოველ დღე ეს ნიშნავს რომ ხოთ დავჭერთ ნორმატიულ ლექსიკაში თორემ დავაწყოთ ის მიღებაც არ გვინდა. კი ბატონო. ბოდიში ხდით? ოკეი. შევთანხმდით. 50 ადამიანი რომ ყოველ დღე რომ დადის, ეს ნიშნავს რომ ამ პროცესმა წააგო რა. ანუ იცი რა ხა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე რა. მეც ანუ საერთოდ ვერ ხვდები რატომ მაგინებდნენ და რატომ მემუქრებოდნენ ვიღაცები ყოველ დღე. ანუ საერთოდ არ მიყვარს მე რაღაცა ეს მწამებულის მანტია, საერთოდ აბსოლუტურად არანაირი ის არ მაქვს, მაგრამ მე გეუბნებთ ჩემს მეგობრებსაც ჩვენ გვაგინებდნენ, ჩვენს გაუქმებას ახდენდნენ. ეს ჩაოლებრივი პროცესია რა. უბრალოდ რატომღაც ოპოზიციას მიაჩნია რომ მათ წინააღმდეგ თუ ვიღაცა რაღაც შეურაცხყოფელს იტყვის ეს სულდია და ის უმემეთყვის ეს ნორმალური და მე ასე არ ვთვლი. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები განაგრძოთ. ამისთვის მე ავითვლი უკვე ჩვენი ღია დისკუსიის 20 წუთს და ამ სეგმენტში უკვე შეგვიძლია რომ თავისუფალი მსჯელობა მივცეთ საუბარს. ნუ აქ რა საკითხებიც გამოიკვეთა, მაინც რომ შევაჯამოთ. ცოცხლის პოზიცია არის ასეთი, რომ ეს არ არის თქვათ რაღაც ლიბერალური ელიტა და ნუ აქ არის გამოსული სხვა ჯგუფი საზოგადოებრივი და ფხიზელ საზოგადოებას უწოდებთ თქვენ მათ. და აქ ასევე ნათქვამი იყო რომ როდესაც სახეზე არის და თქვენი მაგალითი მოიყვანეთ რომ როდესაც არის სახეზე ფიზიკური ანგარიშსწორება, ასე საყოველთაოდ ნიკასთვისაც ალბათ ცნობილი ზარები, როდესაც ურეკავდნენ ადამიანებს და აგინებდნენ, ეს ყველაფერი უნდა გაღელვებდეს მიუხედავად ჩემი პარტიული მიკითხნულებისა, ხო? ნუ ეს რაც ამომახსოვრდათ, ნუ თქვენი პოზიციებიდან კი მიიჩნევთ, რომ საზოგადოების ფართო ინტერესებს არ გამოხატავს ეს პროტესტი, ხო? აი, მოდი ახლა ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ 20 წუთში, რეალურად აი თქვენთან თქვენი გამოცდილებები გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს თავად ვიყავით ხშირ შემთხვევაში დემონსტრანტი და როდესაც აი ახლა უყურებთ ადამიანს რომელიც საუბრობს რომ როდესაც ის დროა სადაც მე პროტესტი მიჩნდება მექმნება თქვათ რაღაც რეპრესიული წინაღობები აი თქვათ იმ პერსპექტივიდან როცა უყურებთ რომ თქვენც ხომ იყავით დემონსტრანტი აი თუნდაც პირობები გამოხატვის ნაწილში რამდენად თანასწორი არის ხშირად ხდება ხოლმე შედარება წინა ხელისუფლებასთან შეგვიძლია რომ ეს 20 წუთი ავითვალოთ შემიძლია თქვა კი ბატონო აი ავიღოთ ტელეფონის თემა რა ძალიან კარგად მახსოვს რა რომ ტელეფონის დაშინებას თემები მე ვთვლი რომ ტელეფონის დაშინების თემები იყო სპეციალურად აკეთებული იმისთვის რომ ანუ მათიციან ქართული კულტურა რომ ამით მოხდებოდა ხალხის მობილიზაცია ძალიან მარტივია რა რომ ნიკა გვარამია რომ ხდებოდა რომელიღაც ელჩი იქ დაურეკეს და რომ აი ელჩი ეჩვენებია რომ როგორი ის იყო როგორ აწამებდნენ მას ეს იყო ჩაოლებრივი ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ზუსტად იმისნით რომ ხალხი გამოსულიყო. ხო, მაგრამ ეს ხო არ იყო თქვა მხოლოდ თუნდაც პოლიტიკოსებზე ან საზოგადოებისთვის ცნობილ ჯგუფებზე რომ ამას ჰქონდა საკმაოდ მასიური ხასიათი. მასიური ხალხი ადამიანების სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩემი ერთგვარი ნაცნობი, რომლებიც უცნებობდნენ რომ ვინმეს დაერეკა და აღმოჩნდა რომ მოუხელთებელი ჯობები იყვნენ. ანუ რა იცი გიორგი შეხედე მოდით რა. ეს თქვენ შორის საუბარი უნდა იყოს. რატო არ არის ეს საქმე გამოძიებული? მე თვითონ იმაზე ვყვებით რა რაღაცნაირ საქციელს რომელზეც დასჯაზე მაშინ პასუხისმგებელი ხელისუფალი არ არის. მე ცოტნე კობერიძეს და ამილი ბებია ჩემს დაურეკეს. და ბებია ჩემს აგინეს ჩემს გამო. ამის და მე თან პარალელურად ხდება რომ ვიღაც ხდება სახლთან. დაგცემს ის კი არ არის უბრალოდ ვიღაც იქ დაგემუქრა. და რაღაცა არა ამ მუქარას რომ მე თან რომ მოყვება ცხადი ადამიანის ფიზიკური დაზიანებები. თქვა ეს რავი გამიკეთა რავი თუ როგორც ამოვთქვათ ნიკა გვარამი რა მნიშვნელობა ჩემ ხელისუფლება მაშინ დამიცვა თუ არ რატო არ არის გამოძიებული ეგ ამბავი ამაზე რა პასუხი მე რატომ მქონდეს მაგას პასუხი როგორ მე რატომ მქონდეს მაგას პასუხი როგორ უნდა მქონდეს მაშინ ანუ პასუხის ეგ დარეკვები არის ის ეგრე იყოს მე დარეკვები შეხედე მეორე საუბარში ვერც ერთხელ არგუმენტი ვერ გავიგე ქვეყანას რა აქვს ამ აქციები ანუ პირიქით ახლა მეუბნება რომ აქციება თქვენ გავნოთ თქვენ გამოგაჩინეთ და პოლიტიკურად სუსტად იმას მაგრამ ქვეყანას რა ავნოს ნაწილში არგუმენტი საერთოდ არ მოვისმინე ამან მეორე ნუ ვატოლებთ ერთმანეთს აქციას რომელსაც კიდევ ვამბობ აქცია რომელიც გაკეთდა საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად არჩევნებისთვის ჯერ ეს აქცია სულ სხვა რამე იყო და სულ სხვა აქცია იყო მე იყო კონკრეტულად როცა ამბობ რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის პასუხისგებელი და ვალდებული უზრუნველყოფს ქვეყნის დასავლური კურსი და ამას აკეთებს
კობახიძე მისი ჩაწერით ეს ხდება და მე ამის გამო გამოვიდა ხალხი და ამ წესრიგის დასაცავად იყო არჩევნებთან დაკავშირებით კიდე აი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით თulis ელექტრონულ არჩევნებში აქდეს თვლას თვლამდე სანამ ხდება სანამ ადამიანები ერევიან არჩევნებში სანამ რობოტამდე მიდგებით მან შენი აზრით საქართველოში რა არჩევნები ჩატარებულა ხოლმე არ ყოფილა იქ პრობლემა არ არსებობს ის კოორდინატორთა სისტემა სამსახურიდან განთავისუფლება მოსყიდვის ფაქტები სამსახურიდან საერთოდ გაჟონის ამბავი მაგალითად რომ გაჟონის ამბავი და რა იყო გაჟონის ამბავი ანუ მეხუთე დღემდე სანამ ახალგაზრდა მაგალითად მე მაგ კამპანიაში მიეცი არ გამოჩნდება ახალგაზრდა იურისტები არ იტყოდნენ რომ დაფიქსირდა 5 თუ 6 ფაქტი გაჟონის მანამდე არავის თქომი არ რატომ დაიჯერა მაგ ხალხის ადამიანებმა და ყველამ ნახა არ დაუჯერებია ყველა საკუთარ ნახე ან საკუთარებულად ან ვინმე არ დაუჯერიათ და მათ შორის საკუთარი მოსამართლის და სასამართლოს პირობებშიც ქართულოცებას არ პრეცედენტი როცა გამბავი წაგვიტო რომ თეთრი წყაროში არის ერთი მოსამართლე რომელზეც ყველა მიციან იმიტომ რომ ამ არჩევნებზე უკვე ეგ არ იყო პოლიტიკური ტექნოლოგია ეს იყო იმ მომენტში იყო ანუ ნახე რა ჩატარდა არჩევნები დაიხარჯა ძალიან დიდი ფული საჭირო იყო რაღაც მოეფიქრებიათ მიზეზი რის გამო ვერ მოიგეს არჩევნები რამოდენიმე დღე იყო აბსოლუტური შოკი სანამ ერთხელ ერთმა რაღაც ახალგაზრდა იურისტების ტიპმა არ თქვა რომ აი მე მოვიფიქრე ძალიან მაგარი რაღაცა ხალხს შეეშინდა იმიტომ რომ გაჟონა და მეხუთე დღეს უცებთან თამთარ კარგია მეხუთე დღეს რომ ნახე რომ ვიღაცამ თქვა რომ გაჟონა მე აღმოჩინე რომ უცებ ყველა იმ ტიპმა რომელიც ყავს მე მეგობრებში და რომელიც ასოცირებული არის ოპოზიციასთან დაიწყეს ამ ამბის პედალირება რომ აი მე დავინახე ათობით ამბავი იყო ანუ პრობლემა ცოტნე იცი რა იყო რომ პრობლემა იყო რომ თქვენ ვერ შეძლებთ ხალხის დარწმუნება იმასთან დაკავშირებით რომ ქვეყანაში უნდა აერჩიათ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მარტივი რამე თქვა რა საქართველოს ხელისუფლებამ თქვა რომ დასავლეთ ევროპაში უნდა ჩვენი შეცვლა შესაბამისად ისინი ამზადებენ რაღაც ან მუდმივად ცდილობენ ისინი ჩვენთან დესტაბილიზაციას და შესაბამისად აპირებენ გამოიყენონ მეთოდი რომლის თანახმადაც ისინი ჯერ აცხადებენ რომ 2030 წლამდე არანაირი გაფართოება არ იქნება მაგრამ მაინც უნდა თქვან ჩვენს საწინააღმდეგო რომ აი საქართველოს მაინც არ მივიღებთ მიუხედავად იმისა რომ გაფართოების გეგმა არ არსებობდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ თუ არ არსებობს გაფართოების გეგმა 2030 წლამდე, ჩვენც მანამდე არ მოვითხოვთ გაფართოებას მოემზადებით და შემდეგ შევეცდებით ეს რომ გამოაცხადა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ყველამ იხულა ოპოზიციამ, რომ არ იქა გამოჩნდა რაღაცა ხალხი, რომლითაც გამოვიყვანთ ჩვენ ხალხს და შევცვეთ ხელისუფლებას. გამოვიდა ხალხი, რომელმაც დაიწყეს 1000 მიზეზები და აღმოჩნდა, რომ კიდევ არ იმუშავა ამ ყველაფერმა, უბრალოდ აქ მოდი თქვა რა, ერთ სიტყვა რა. მე ვთვლი, რომ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი თუნდაც ჩემთვის მიუღებელი აზრი. მე ამის ჯერა, მართლა მჯერა და მე დღემდე არ წამიშლია Facebook-თან არავინ ჩემი ინიციატივა. თვლი რომ ანუ ჩემთვის ნორმალურია რა, რომ მე გირჩებით და ძველი გირჩებით მოქმედი გირჩებით ბევრი მყავს ვერსიო. საერთოდ არ ვთვლი რომ ეს პრობლემაა. მაგრამ აქ მთავარი საპასუხოდ რა ტიპის სახეს აჩვენა ხელისუფლებამ ამ საპროტესტო აქციებისას მარტო რო ავიღოს იგივე ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები, ხო 450-ზე მეტი დაკავებულზე არის აქ საუბარი და ბევრი მათგანი წერდა იქ წამების შესახებ. გადატრიალების მცდელობა იყო. ეს იყო რომ ეს იყო თქვენთვის მისაღები არის თქვა ეს არგუმენტი ხელისუფლების. მისაღებაზე არ არის რა. ძალადობა შეწყდა იმ შემდეგ, რაც ის ვიღაც ტიპები დაიჭირეს, რომლებიც ცდილობდნენ და პოლიციელებს თავს ესმოდნენ და იყენებდნენ რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს და თავდასხმებს და ამის შემდეგ რა. ანუ ყველაფერი აი ერთი ძალადობის ანუ როგორ იყო რაღაც სახელმწიფოს ეს ბუნება თქვენთვის არის მისაღები აი ამაზე ჩემთვის მისაღებია რომ სახელმწიფო დაიცვას ჩემი ინტერესები რომ არ მოხდეს ქვეყანაში გადატრიალება რომ მე არ მომიწე რა იცი მე 40 წლის ხვალ რომი დაიწყოს მე მომიწევს ომი რა ანუ იმიტომ რომ ოპოზიციის 70% ქალია და არ წავა ომში და დარჩენილები გაიქცევიან. ხო და შესაბამისად ანუ მე ვარ 40 წლის, მართლა გეუბნები, მართლა არ მინდა რა, თან მე საერთოდ არ ვაპირებ უცხოეთში ცხოვრებას. რა 40 წლის ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე თუ მომიწევს ომში წავალ. ნუ თან მაქვს უნარი რომ რაღაცა ორგანიზებას გავაკეთო. ეს არის და ეს რა.
ძალიან ბოლოშიც ვეღარ დავეწია მას, მაგრამ საერთოდ ჯამში კაცო რა არის გამოსაკვეთი. პირველ რიგში ჯერ უნდა დაუბრუნოთ ეგ საკითხი. ქართულ ოცნებამ მერე გაიგო 2010-მდე შეიძლება არ მიიღო. და ეგეთ რაღაცები, ეგ და ამიტომ მეადგა და პროცედურული სამართლიანობა დაარღვია. ჯერ ეს არის ჯერზე თავარი პრობლემა. მე რაში მაინტერესებს ქართულმა მერე რა გადაწყვიტა. საკუთარ კონსტიტუციაში ქონდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყო. კი არ გამოსულიყო და ეთქო რომ შევწყვიტა ჩვენ მათთან წინსვლა და არა კონსტიტუციური განცხადება გაეკეთებით. არამედ ყველაფერი უნდა ექნა, რომ დაჩქარდეს ეგ პროცესი. ჩვენ გაგვარკვიოს რა ხდება, რატო გვაქვს პრობლემები, ბევრი აატალახოს, ბევრი ეცადოს, არ გამოდის, მაინც ეცადოს სანამ არ მოიპოვეს მაგ მესიჯი საკონსტიტუციო უმრავლესობით და მაკანოს არ ამოიღებს უკან. მე რა ან ტიმა რომელიც პოლიტიკის შეცვლა მოუნდა ეს გადაწყვიტა ჩემი ცემით და არა იმ პროცედურით რითაც თუ ეგრე უნდა და უმრავლესობა ხას უჭერს უმრავლესობას მიეცა იმის მანდატი რომ ეკანონ იქიდან ამოიღო და ეგ იქნებოდა მაშინ სწორი ქართულ ოცნებას ეთქვა რომ მე ეხლა არის ომის პირობა არც ომის პირობებში ვარ ეხლა ანტიდასალური რის ჭირდება და ეს მაგარი შეცდომა დამემართ ეს რა გავაკეთე იმიტომ რომ ერთი პერიოდი deep state-ის მონა ვიყავი მე თვითონ რაც მითხეს ის ჩავწერე და ამიტომ ეხლა მე თვითონ ან რა ჩემ ჩაწერილზე უნდა თქვა რომ ზოგადად კონსტიტუცია არ არსებობს არ მაინტერესებს და აქ ხდება უკვე სახელმწიფო გადატრიალება ზოგადად ეს არის სახელმწიფო გადატრიალდება და მის უკან რა мотиваციაც არ უნდა არსებობდეს ამის პირდაპირ აგიარება მიდის ეხლა ეს ამის გაკეთება მაგიტომ ხო რატო იხვეწებოდა ბიძინა ივანიშვილი მინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა რატო იხვეწებოდა მას თუ იმის ამოღება არ უდოდა კონსტიტუცია რო ვერ მოიპოვანო ხალხმა გითხრა რომ არა მოვიღოთ ეგ მაგალითად თქვა ვაგიარებ შედეგებს რა შედეგებიც არსებობს მან ხო ამის გაკეთების უფლება არ მიცა ამიტომ კიდევ ერთხელ ამბობ ხალხი არ გამოვიდა ხოლო და გაყალებული არჩევნების კი არა ხალხი გამოვიდა კონსტიტუციური გადატრიალების და ეს არის ფაქტი სინამდვილეში. მე მეორე არჩევნებზე ზოგადად თulis ნაწილში მინდა კიდე ამაზე კარგად ხაზი დაუს. ყველა ვიცით არჩევნებზე ზემოქმედება როგორ ხდება. ყველა ვიცით როგორ მოდიან მასწავლებლები, როგორ მოყავს საკუთარ ფრებით, როგორ მოყავთ ეს ხმები დათულად დაჩოთქილი რომ ეს ვიცი სინამდვილეში ყველა კარგად. და მათ შორის ეხა რომ აქეთ ვაგალის რომ რამოდენიმე NGO-მ და რაღაცა ეს ყველაფერი გაჟონვაზე სინამდვილეში პირიქით იყო. გაჟონვაზე ძალიან ნაკლებად აპელირებდა სინამდვილეში ოპოზიცია. გაჟონვაზე უფრო მეტად და აპელირებდნენ უბრალოდ მოქალაქეები და ხალხი. იმიტომ რომ ოპოზიციას ნაკლებად აინტერესებდა გაჟონვის ამბავი, იმიტომ რომ უნდა რომ ჩემი ხმები უბრალოდ გაჟონან პროცედურალური დარღვევა კი არ მოხდა, რაღაც უფრო მეტი ხმა მივიღენ, უფრო ნაკლები ფიქსირდება, ეს იყო мотиваცია, იმიტომ გაჟონვაზე საკმარის აპელირება კიდე ერთხელ მეტი არ მოხდა, თორე პროცედურად იყო კაფეო დარღვევა, რომ არჩევნებზე ხმა ვის მივეცი, ეს არ უნდა გამოჩნდეს, იმიტომ რომ მაგალითად მე პირადად ჩემი კამპანია ის იყო, რომ ვისაც არ უნდა მიცე ხმა, რაც არ უნდა დაგაშანტაჟა, შანტაჟ არ აქვს, იმიტომ რომ ვერ გაიგებენ ვის მეცი ხმა, მაგრამ სანაც გაიგებენ უამრავ შემთხვევაში ეგ მოხდა და ამ არჩევნებზე არ იქნებოდა დაზღვეული მაშინ ეგ ამბავი ეხლა ეს ხალხმა იგივე აღარ შეანჩენ ამაზე აღარ იყვნენ და სულ სხვანაირად სხვა ფურცელი რატო შემოიტანეს თუ ის პრობლემატური არ იყო მე მეორე სულ იმაზე აპელირებ რომ თქვა სულ რომ ეგრე იყოს რაც ეგრე არ არის მაგრამ თქვა იყოს რომ უმაროვნო ამ ხალხმა ეგრე გადაწყვიტა და ამ დროს ერთი ხელის მოსვით მე კონკრეტულ ერთ ადამიანს რას მეუნები კონკრეტულ ერთ ადამიანს რომელიც მაგალითად რავია ძირსო ბიჭიებია თავში რომ ფეხი ჩაარტყეს იმას რას ეუბნები ანუ რა შუაში აქვს ვინ უამრავ პროტესტი კი არა მე რა პროტესტი როცა დავიწყო ნაწილობა დარწმუნება მაშინ ოპოზიცია ხარს არავინ არ მიჭერდა მაგალითად ნარკოპოლიტიკაზე მაგალითად რაღაცებზე ჩემი ხედვა იყო და გამოვხატე მე ეს ხედვა და ამასთან დაკავშირებით მე ხელისუფლება შენ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს აქ გიჩნდება მე პრობლემა და ეს არის აქ თავარი ამბავი და იმის მე უმცირესობაში ყავ რომ ამას როგორ უნდა მელაპარაკოთ ანუ ეს ქვეყანა ესე იგი მარტო არის იმ ხალხისთვის რომელიც 50% პლუს 1 ხმა და იმას დანარჩენ შეუძლია რომ სხვა ყველაფერს ეს გადაუვაროს დაჩაგროს ესე მიხედოს შეხო ამის კონსტიტუცია მაგითის არსებობს რომ ეგეთი ადამიანები დაიცვას და მაგ კონსტიტუციულებას ჭირდება უმრავლესობა რომელმაც ქართულმა თავის არჩევნებშიც კი ვერ მოიპოვა ცოტნე სწორედ მაგიტომ რომ თქვენი უფლებები იმ ადამიანების რომლებსაც გადატრიალება არ გინდოდათ და გინდოდათ საკუთარი პოზიცია გამოგეხატათ შვიდად კონსტიტუციის ფარგლებში სახელმწიფო გადატრიალეს როდესაც გამოვიდნენ ხალხი რომლებიც თავს ასმოდნენ პოლიციას რომლებიც ახდენდნენ გადატრიალების მცდელობას რომლებიც აპირებდნენ რაღაცეების შტურმით აღებას და ასე შემდეგ ამ ხალხის განებდება მოახერხა ხელისუფლებამ ყველაფერი მორჩა ძალადობას იმიტომ რომ ანუ რა იცით არსებობს ასეთი პოლიტიკური მეთოდი. ეს მეთოდი არის რომ შენ უნდა მოახდინო, ანუ რატომღაც ოპოზიციას ნაცების მხარეს
ძალიან სჯერა რომ საქართველოს სჭირდება იმისთვის ხელისუფლება მოიგოს რომ ზუსტად ისეთივე რაღაცეები გახდეს ანუ ნარატივები შეიქმნას როგორც იყო მათ დროს რომ იყოს მათი გირგულიანი იყოს მათი რაღაც დავუშვათ გაუპატიურების თემა და ასე შემდეგ და ისინი ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად მოეხდინათ თავდასხმა პოლიციელებს რომ შემდეგ პოლიციას ეპასუხა მოეძებნათ რაღაცა ფაქტები მოეფიქრებიათ რაღაცა წამების თემები. არა, მე არ უარყოფ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ იმ მომენტში, როდესაც შენ მე ვიცნობ პოლიციელებს, ბევრი მეგობარი ყავს, როდესაც შენ გესურიან მოლოტოვის კოქტეილს, მე საერთოდ არ გამორიცხავ რომ პოლიციას შეიძლება გადაემეტებია თავისი უფლება მოსლებისთვის. როგორც ვიცი, იყო ამაზეც შიდა გამოძიებები, მაგაზე თავს ვერ დავდებ ეს. სახთა დაგვდონ მე. სოთნე არ ვიცი შენ დაგვდან. რა როგორ არ იცი რა დაგებული კადრი. ეს არის აი დღეს რა გზითაც ეს არის ეგრე დუმბაძეზე ავტობუსზე ველოდებოდი და ორი ადამიანი ელექტროშოკით ეს არის ცალკეული შემთხვევები არ ვიცი მე წარმოდგენა არ მაქვს შემოიგონე ძალიან ცუდია თუ დაგვხდნენ ვაფშე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მაგაზე მართლა გულწრფელად აი მე არ გაგიგია როგორც ადამიანს რომელიც რავი ხა შორიდან გიცნობ რავი ძალიან მეწყნებოდა თუ ამაზე შენზე მოხდებოდა ზეგავლენა მაგრამ მე ვამბობ რა რომ იმ პერიოდში იმასაც არ გამოურიცხავ რომ შენ დაგხვდა ზუსტად ის ადამიანები რომლებიც იცოდნენ ხელისუფლების გაწევრებას თუ არ მოხდა ამის გამოძიება ძალიან ცუდია კარგი იქნებოდა რომ ამის გამოძიება მომხდარიყო ანუ მე რა დასვამობ იცი რომ აქ არის ლაპარაკი ანუ შეხედე რა შენ ხარ ერთი ჩვეულებრივი რაღაც მეორე ხარისხოვანი მონაწილე ამ პოლიტიკური პროცესების შენ შევა ძალიან ბევრი რამე არ ცოდი რაც ხდებოდა მე გეუბნები რა რომ ჩემი აზრს გეუბნები მე არ ვარ რა მეც არ მაქვს პრეტენზია რომ რაღაცა ისეთი პარტიულსიაში მე-6 ნომრობა არც ისე მეორე ხარისხოვან პოლიტიკოსობას ნიშნავს, ოდესაც ეს კოალიცია წარმოადგენს გეთახმები, მაგრამ თუ ისო deep state-თან პირველ ხაზზე არ ვიყავ. მე საერთოდ თუ შენ დააკვირდე ერთი სიტყვა მიხსენებია deep state-ზე. საერთოდ არ ვთვლო რაღაცა ტერმინებით უნდა ვილაპარაკო. აქ ლაპარაკი არის ძალიან მარტივ რამეზე, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ მოწონს რაღაც გარკვეულ ჯგუფებს და ამიტომაც გამოგიყენეს შენს მათ შორის ხუებიც, რომ თქვენ მოგეხდინათ საქართველოს ხელისუფლების ცვლილება. ვერ მოახდინეთ. პირიქით ბრალდება რომ წამოაყენო რომ ეს არის ქართულმა ვინც ეგ დააპირა და ზუსტადაც ეგ გათვალა, რომ ზუსტად ბიზნესმენის გამოსვლაში იყო, რომ მე ერთხელ ეს გავაკეთე და უკან წამოვიდა. ანუ ჯერ ესერთიც ადამიანურ სიტყვას და თავის სიტყვას ფას უკარგავს მაგაზე რომ პასუხი ნაგებინო, ეკო ფაქტია. ჯერ მარტო მაგით უნდა ყოფილიყო აქცია რომ ერთხელ დაგპირდა, რომ ეხლა გაჩერდი და მე ამ კანონს უკან გავიწვე და ეს ბიძინა ივანიშვილის პირით იყო ნათქვამი და მეორეჯერ რომ უკან შემოიტანა და თან ამას თავხედურად გიცი სატომაცკნე, იმიტომ რომ მე მაშინ უბრალოდ გაგაჩერე და ეხლა მინდა დაგყალოთ. ანუ მან თვითონ გადაწყვიტა რომ ისეთი პროცესი წამოწყებულიყო, სადაც ადამიანების ფუნდამენტური უფლებები შეილახებოდა ეგრე, მათ შორის იმ არგუმენტებით, რასაც შენ ამბობ, რომ დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან და მე იქ ისეთი რამე ხდება ისიც გაბრაზდება ისიც გესურს და ეს ყველაფერი ვის მიერ იყო გამოწვეული. ეს ყველაფერი რომ გურთმელი წუხილი ყოფილიყო ქართული ხელისუფლებისთან დაკავშირებით, იმ არ გააკეთდა კობახიძე მაგ განცხადებას. მეორეჯერ არ შემოვიდოდა ეკონომიკურ პროექტი, როცა ყველა ფეხბურთს აღნიშნა და ყველა ბედნიერი იყო, ყველა რაღაც გაერთიანებული და ის შემოვიდა და ბიძინამ გაგითქვა რომ ეს ძალით გავაკეთე რომ დაგღალოთო. ანუ ის მზად იყო მიზნისთვის რომ დაიღალე შენ ეცემე და შენი ფუნდამენტური უფლებები შელახულიყო. მათ შორის ის პოლიციელები, ვისაც გული შეკრიტიკა, მაგ პოლიციელს რომ მოწერუნდა თამახთან დაპირისპირება ეგ აქტი ყოფილიყო გამოწვეული და მაგის მერე მართლა რომ ეგ ვინმე სურვილი ყოფილიყო რომ მოდი ნაციონალურ მოძრაობა ეხლა სულ მდგომარეობაში არის და სფერის ბავშვები და ახალგაზრდები მათ მიერ არ იყვნენ გამოყენებული ძალიან კარგად იყო პოლიტიკური ელიტა მარტო დარჩენილი 2 კვირის განმავლობაში ყველა ამას უყურებდა და ზუსტად თავარი პრობლემა მე პირიქით მაქვს კობახიძესთან და კობახიძემ არ დაუშვა მარცხებული პოლიტ ელიტას რა დამარცხებას და მარცხიც იყო და მე ამაზე არასდროს არ მოარკვე და მე მეტი ხმა მინდოდა რომ ყოფილიყო მილიონზე მეტი ხმა უნდა ყოფილიყო და ვიცი რომ არჩევნები უკეთესად ჩაგვეტარებდა მე ვიცოდი რანაირ არჩევნებში გავდიოდი და ვიცი აქ საქართველოს არჩევნები როგორ კეთდება როგორ ხდება ხმების მოტანა და როგორ ამ ხალხს რასაც უშვებია და ამის უკან მე მეტი შედეგი მინდოდა და იყო ხალხს ეს განცდა ქონდა და ხალხი სიო რაღაცა დარჩა სახლში და კობახიძე იყო რომელმაც გადაწყვიტა რომ ის რომ ჯერ ესეთი ამ პარტიებს დავიწყებოდა საკუთარი მარცხი და ის და მიაწება რომ ამ ხალხმა დაიწყო საუბარით იმ ხალხის ნაცით რომელიც ვითომ ეხლა გული შეკრიბა და მაგას მონები ეს ხალხი და პოლიტიკური ელიტა ერთმანეთს დაშორდა სიო იმ კვირების განმავლობაში თუ ვინმე ეს თემა გააცოცხლა თუ ვინმე შანსი არ დაგიტოვა რომ აქციაზე ყოფნა აღარ გდომოდა კაც იმიტომ რომ დაგაყადაღეს, დაგაჯარიმეს, წემეს, ხალხი გაკოტრდა.
ბავშვები გაყოდნენ უბრალოდ ვისაც ლარი არ აქვს შემოსავალი და ამ ბავშვს შესახში ვერ დარჩები და ზუსტად ეხლა ვითო რომ ნაცები თქვენ პირიქით გადაწყვეტეს რომ ამ პოლიტიკურ ელიტასთვის ეს ბავშვები მის სულყოდ ერთად დამდგარიყვნენ. იმიტომ რომ იგეთი განცხადება გაკეთა კობახიძემ. ყველამ კარგად იცის კობახიძეს ეგ განცხადება რო არა, მკვდარი პროცესი იყო. და უბრალოდ ეს სიმკვდარი არ უნდა რომ კობახიძემ გადაწყვეტა რომ მოდი და ბიძინამ უпростоრად იმ მიტინგზე ერთვარ მოდი ეხლა გავაუქმებ ოპოზიციურ პარტიებს და ამ დროს უბრალოდ გადაწყვეტა მოდი ეს კაი ხალხიც რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით გამოიწვევს მრავალფეროვანი რაღაცა ეს ცოცხალი ხალხი დაიწყეს აქციაზე თავისი სიარული და რო უსტვენდნენ პოლიტიკოსებს ტრიბუნებზე ასულებს გადაწყვეტა რომ მოდი ეხლა ამ პოლიტიკოსებთან ერთად ესენიც მივაყოლოთ ბოლომდე და რაღაცნაირად პინაზე დადოეს რომ ეხლა ჩვენ ერთიანად უნდა დავამარცხოთ ამ ქვეყანაში ოპოზიციური აზრის პარტიებით და საერთოდ აი ეს ხალხი და საზოგადოება რომელიც მათ აღარ მოწონს რომელიც 20 ივნისის მერე რაღაცა მისი ხელიდან არის გასული აღარ მოწონთ ეგ ხალხი თავიდან რომ ღამის თბილისი რო გქონდათ იქ კახიკალაძე რო დალა ბასიანებთან ეგ ძალაც რომ მოწონდათ და ეგ ბაქ ცხოვრებაზე უბრალოდ რომ გადმოეწყნენ და რაღაც ეს მემარჯვენე ის აიღეს ვითომ და მაგის მერე ამ ახალგაზრდებთან ეგეთი ბრძოლა დაიწყეს არც ერთი ადამიანი არც ერთი ესეთი ვისაც ხაჯო არაპარტიული არა ის აი ვის ამ პროცესებში არ იყო არ მივიდოდა და არ გაიზრდებოდა ის პროცესი რაც წამოიწყეთ არჩევნების მერე რომ არა ნიკუშასაც მიცეთ რომ ეს ძალობა კობახიც და მე მეორე ყველაფერში იმის დაბრალება კიდე რომ მე თუ უნდა დავხდა ნაცმა გამიკეთავ მე თუ დამარბიშება ნაცის ნაცმა დამირეკა და მაგინა ანუ ამბობთ რომ პასუხისმგებელი ხელისუფლება არ არის ორი წუთი გრჩება ამ ბლოკში ნიკას მინდა რომ მივცეთ ხელისუფლებაში ყოფიდან მე-13 წელს იმას რო ვერ ახერხებ რომ ოპოზიციური პარტია ვერ ხვდებოდეს ვიღაცა სახში და სწემდეს ურეკავდეს და გინებდეს და კონცენტრები ქონდეს მოხოდილი და თუ ამას მარც რომ ქართული ოცნება ამას უშვებს რომ ნაცებმა მოუწოს ეს ყველაფერი ძალიან დიდი წარმოადგენის ყოფილიყართ მაშინ ნაცებზე და ძალიან ცუდის ქოცებზე თქვენ პირადად ნიკა ორი წუთი გაქვთ კონტრა არგუმენტებისთვის და მე მინდა რომ დამატებით დრო 78 მუხზე შესაძლებლად გამოვიყენო გისმენთ ხო არ ვიცი მე აქ რავი ძალიან მარტო რამეს ვამბობ აქ ლაპარაკი არის ამ პროტესტზე რა ამ პროტესტს არანაირი კავშირი ხალხთან არ ქონდა. აი ამ პროტესტისგან თქვათ რაიმე. ანუ მე ნახე როგორ არის ანუ ეს არის მოდი ასე შევხედოთ რა. რა შინარ სტოვებს ესე დავსვამ კითხავს. დაახლოებით 7-8 წელია ქართულ ოპოზიციას მიაჩნია რომ საჭიროა ერთი დიდი გიგანტური მიტინგის მოწყობა რომლის შედეგადაც შეიცვლება ხელისუფლება. ეს აზრი იყო წინა ოპოზიციასაც იგივე აზრი ჰქონდა რომ მე მახსოვს 2007 წელს მე მაშინ მონაწილე ვიყავი როცა ოპოზიციამ შეიკრიბა ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი და მოაწყო დიდი აქცია და ხელისუფლება გაწავიდა. ეს აზრი არის უკვე ბოლო 20 წელია ფიგურირებს საქართველოში რომ საჭიროა ერთი დიდი გიგანტური პოლიტიკური აქციის მოწყობა რომის შემდეგ ხელისუფლება წავიდა და არიციან რა გააკეთონ იმის შემდეგ რაც შეიკრიბებიან ხალხი და ხელისუფლება არ წავა. ამის დასტურია რომ აი ეს ყველაფერი ყველა თემას იყენებენ იმისთვის რომ გამოიყვანონ ხალხი არ აქვს მნიშვნელობა არაფერს. დაწყებული თუ გახსოვთ სარალიძის ამბიდან და დამთავრებული ნებისმიერი უმნიშვნელო მოვლენებით საქართველოში ყველა ოპოზიციური პარტიები ცდილობენ რომ ეს გადააქციონ მიტინგები გადააქციონ რევოლუციის მცდელობად და ბოლო წელს უბრალოდ განსხვავება ის იყო რომ ამას დაემატა უკვე მხარდაჭერა დასავლეთიდან დაემატა NGO სექტორის მობილიზება დაემატა სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის მათ შორის მედიების მობილიზაციაც და ამან გამოიწვია ის რომ მათ მიმართეს უამრავ მეთოდს და ხელისუფლებას ძალიან დიდი მადლობა რომ მან ძალიან მარტივად და დიდოსატურად მინიმალური სარალით აიცილა ეს პროცესები. ანუ მე მე აქ რაღაცა ეს ცალკეული თემები ანუ საერთოდ არ ვთვლი ეს რომ ეს სანესო აქ ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ მე დღემდე ვერ გავიგე ოპოზიციისგან ანუ ვერ ხედავ რეფლექსიას საერთოდ რომ ვინმე თქვას რომ აი აქ შეგვეშალა ეს დიდი მადლობა ცუდი აზრი იყო და შეანა კეთილი ჩვენ 20 წუთეული დავასრულეთ აი ამ ღია დისკუსიის მაგრამ შიგადაშიგ რა კიღა სანამ გადავალთ მეორე დებულებაზე ასე ჭყალებში შემოგიტევთ ხოლმე თანმიმდევრობით ორივეს და სუმიდოდ ამ რომ მეკითხა ხოლმე ეს კითხვა იმ ადამიანისთვის რომელიც არის იმ არჩეულ დეპუტატებს შორის რომლებმაც მანდატი დათმო მე მესმის რომ ეს თქვენი შეიძლება ჯგუფური გადაწყვეტილება იყო ჯგუფში გულისხმობ კოალიციური გადაწყვეტილება და ინდივიდუალურ აზრს არ ვიცი რამოდენად ქონდა გათვალისწინება მაგრამ აი ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა აი ხშირად ვახსენებთ 78 მუხს
და თქვენც ამაზე საუბრობთ და მის მნიშვნელობაზე 78 მუხლის მოკლე ისტორია ის არის რომ 2017 წელს როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა ქართულ ოცნებას საქართველოს პარლამენტში აი მაშინ ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში და სხვა ცვლილებებთან ერთად როგორც შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა საკუთარი ხელითვე ჩაწერა რომ მოდი დავაციტიროთ ყოველი შემთხვევით რომ ავირიდოთ რაიმე ეს გადაცდომა რას გულისხმობს 78 მუხლი რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად და როდესაც ეს ხალხი საუბრობს რომ ახლა პრობლემა არის რომ ამ 78 მუხლიდან გადავდივართ ეფუძნებიან სწორედ აი ამ საკონსტიტუციო ჩანაწერს ერთი არის ჩანაწერი მაგრამ მეორე არის მისი არსი აქაც მინდა რომ მოვიშვერიო თავად ირაკლი კობახიძე ანუ აი ამ ჩანაწერის ავტორი როგორ განსაზღვრავს აი ამ აქტის მნიშვნელობას და ვციტირებ მისი ავტორობითვე გამოცემული წიგნიდან კონსტიტუციური სამართალი რომელიც 2019 წელს გამოსცა სადაც კობახიძე წერს რომ კონსტიტუციის 78 მუხლი არ შეიცავს მხოლოდ დეკლარირებული დატვირთვის მქონე ნორმას, არამედ მან ქმედითი სამართლებრივი დატვირთვა შეიძლება შეიძინოს. აი, აქ არის ჩემთვის გაბოლდებული სიტყვა სამართლებრივი. და ასევე მისი ციტატიდან მას მოყავს აი ესეთი მაგალითი, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმგვარი ქმედებები, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიზანს აშკარად და უშუალოდ ეწინააღმდეგება, მისი იმპიჩმენტის საფუძველიც კი შეიძლება გახდეს. ეხლა რატომ მოვიყვანე კობახიძის ეს ციტატა. ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, დაპირისპირებას სჭირდება ფორმალური ძალაუფლება ოპოზიციის ხელში, ხო? ერთი არის ქუჩიდან რისი მიღწევა შეგიძლია, მაგრამ მეორე არის რისი მიღწევა შეგიძლია თუნდაც საქართველოს პარლამენტიდან. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებში ცოტნე ჰქონდათ მიღებული საერთო ჯამში თუ არ მეშლება 62 მანდატი. ჩვენ ვნახეთ რომ ქართულმა ოცნებამ როგორ გამოიყენა თავისი მიზნებისთვის ისეთი ინსტრუმენტი როგორც არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა ხო თავისი ასეთივე ასე ვთქვათ შესაძლებლობას კანონი ამ ოპოზიციასაც აძლევდა რომ მათ შორის დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა პარლამენტში ანუ ფორმალურ პოლიტიკაში და პარლამენტის წიაღში 78 მუხლის ასე ვთქვათ უარყოფისთვის. როგორ ფიქრობთ, მაშინ ქართულმა ოპოზიციამ ასე ვთქვათ, სწორად მიიღეთ გადაწყვეტილება, ეს ეფუძნებოდა უფრო ემოციურ გადაწყვეტილებას და რამდენად რაციონალური იყო თქვენი გადაწყვეტილება, რომ უარი გეთქვათ არჩეულ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში და მხოლოდ ქუჩაში გებრძოლათ. ხო, ნუ ამ ჩემი აზრით ჯერ ამ ბოიკოტის წინარე გამოცდილებაც არსებობდა. და ამის ფონზე ჩემი აზრით იყო 5 წუთი დაუთმოთ აი ამ ამის ფონზე იყო განცდა რომ მე ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდოდა უფრო მეტად ეს პოლიტიკური ბერკეტი რო იქნებოდა რომ მე რაღაცნაირად იქნებ დავლაგდეთ რაღაცა ერთო ტექსტზე რაღაცა მეტი რაღაც წნეხი ყოფილიყო ხელისუფლებასთან მიმართებაში უბრალოდ ხელისუფლებამ შეცვალა საკუთარი პოლიტიკა და თქვა რომ ნუ ჩემთვის არ იქნება დიდად დამაზარალებელი რომ მარტო იყო პარლამენტში და მოდი ამ ამბავს ვამთავრებ და შესაბამისად ეს რაღაცა ზეწოლის ფორმა პოლიტიკური აქტი როგორც ასეთი აღარ გამოვიდა ხა იმის ფონზე ინდივიდუალურად ვინას იზავდა რავი ხა მე რომ მარტო ესე შევსულიყავი გამოცდებოდი როგორც ნუ ხელფასი უნდა მკაც იმიტომ რომ მე გვერდიან პროცესს ხა მარტო ერთ წამოვიწყდი მარტო კაცი რო იქნებოდი იმის ფონზე ხა იმის იქით ოპოზიციამ გადაწყვიტა ეგ თავის წინარე გამოცდილებით რა გამოცდილებიც არსებობდა მისი ქცევა არ შეცვლა ქართულოცნების ქცევა შეიცვალა ეგ არის ფაქტი. ცალკეულ ლიდერებს გულისხმობთ ოპოზიციაზე როცა საუბრობთ თუ წარმოვიდგინოთ რომ 62 მანდატის მქონე ადამიანს თანაბრად ჰქონდა თავისი ხმა და იქ რა პოზიციები იყო. აი იმ მოცემულობაში, როდესაც შეგიძლია რომ ბრძოლაში ორი იარაღი გქონდეს, ანუ ერთი ქუჩა და მეორე ოფიციალური ორგანო, საკანონმდებლო ორგანო, რომელიც საპარლამენტო ქვეყანაში თავარი იარაღი არის, ხო? ფორმალური პოლიტიკის კეთების. ანუ როგორ მიხვდით ემაზრამდე რომ მოდი კაცო ეს ფორმალური პოლიტიკა რა გვინდა რა გვინდა რომ კანონით შევეწინააღმდეგოთ 78 იმპიჩმენტი მოვითხოვოთ. აი ხო რა არგუმენტებმა გადაწონა თავის დროზე, როდესაც მხოლოდ ქუჩა დაიტოვეთ თქვენი ბრძოლის ინსტრუმენტად. ნუ ჯერჯერობით იქ 62 დეპუტატი ერთ პარტიაში არის ყველა საკუთარი პარტია ქონდა ვიღაც აგერ შევიდა 30 დეპუტატია საჭირო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად. მოტივაცია ქონდა რომ ნუ რა ვიცი
ვიღაცა შეიძლება ვიღაცის იმას გაყვა, ვიღაცა რეგომ რატომ გადაწყვეტილება ის არ ვიცი, მე ჩემ პოზიცია მაშინ დავაფიქსირე, მე ვიცოდი რომ ყავი გუნდის ნაწილი ხარ, მაგ საარჩევნო კამპანიაში რესურსი დაიხარჯე ისეს და მაგ მანდატზე მე მარტო რომ ეხლა ჩემი ის ეგრე არ იყო, ჩემ პოზიცია დავაფიქსირე, იმის იქით მე როგორც ასეთი ის რა პოლიტიკური მიზნები მე შეიძლება მე მქონოდა, მე როგორც ასეთი მარტო დეპუტატი იმას მე მაინც ურაფს უხარ გავაკეთებდი, ვერც კარგი მაკონტროლირებელი ვერ ვიქნებოდი, შიგიდან ვერაფრით მარტო კაცი ვიქნებოდი და მე საგარეო გარე ფონი რაც იყო მოქალაქეებში, რომლებიც გთხოვდა რომ ნუ პარლამენტში არ შეხვიდეთ, ეგ იყო და მაგის ინფა ზოგადად არ ყო ამ პროცესში იმის იმედი რომ ისეთი მაგარი 61 თუ 62 დეპუტატი არის, რომელიც იქ რო იქნება სასწაულს იზავს. მე მგონია რომ ეგეთი განცდა რომ იყოს ზოგადად რომ ქართული პოლიტიკა ისეთი ხარისხიანია, სადაც თითოეული ადამიანი თავისთავად უბრალოდ რაღაც ბოტიკი არ არის და რაღაცა მისი ლიდერი გაგრძელება, ნუ ბევრი ინდივიდებისგან შემდგარი 61 დეპუტატი და ეგეთ ადამიანი, ჩემს ბევრ ამას შეცვლიდა. კი, მაგრამ არ არის ეგ განცდა ზოგადად და მაგით გამომდინარე რომ ეგ ბერკეტ ეგრე არ იქნა დანახული. ეხლა ბევრად მარტივი და სალაპარაკოა რომ ეგ ეგრე ცუდად გამოვიდა და კარგად რა გამოვიდოდა, მაგრამ ფაქტია იყო ეგ და მაგაზე დაკვეთა იყო მათ შორის იმ პარტიების აქტიურ ამომრჩეველშიც და შესაბამისად ეგ ნაბიჯი იქნა გადადგეთილი. დიდი მადლობა, 3 წუთი წაიღო ამ შემოჭრამ ცოტნესთან. მოდი თქვენს ნებართვით მეორე დებულებამდე კიდე 3 წუთს გამოვიყენებ იმისთვის რომ ანალოგიურად თქვენთანაც დავსვა ის კითხვა, იმიტომ რომ როგორც ჟურნალისტ ეს ფორმატი მოქვს იმისთვის რომ პოლიტიკის აქტუალებს ველაპარაკო ხოლმე. აი თქვენთან დაკავშირებით მინდა რომ კითხვა დავსვა პოზიტივის საკითხზე. ერთი მხრივ ძალიან მახარებს რომ აი ამ დებატებში თუ კი საიდანმე ისმის ასე ვთქვათ ქართული ოცნების მხარდამჭერი თვალსაზრისი ეს აღმოჩნდა ის რესურსი რომელსაც შეადგენთ ვთქვათ პოზიტივის პოლიტიკის ანალიტიკოსები და მე ამას ცხადია ძალიან ვაფასებ იმიტომ რომ ამით პირველ რიგში უზრუნველყოფთ აუდიტორიის უფლებას რომ ერთ მაგიდასთან ორი სხვადასხვა პერსპექტივა მოისმინოს თუმცა ძალიან მაწუხებს როგორც ერთ მაყურებელს და როგორც ერთ არ ვიცი თუნდაც მედიის გულშემატკივარს იმას თუ რა მინიმალურ სტანდარტამდე დავიდა პოზიტივის საკომუნიკაციო ენა სხვადასხვა თოქ-შოუებში ცალკე მაწუხებს იმაზე აქვს თუ არა ამაზე შესაბამისი რეაგირება მარეგულირებელ კომისიას კითხვას ვამ არ ვიცი მგონია რომ ეს შეიძლება საჭიროებდეს შესაბამის ნორმებთან მოყვანას საუბარი მოხს იმაზე რომ ბოლო პერიოდში იგივე აქციებზე როდესაც საუბრობთ ჩვენ ვისმენთ პირდაპირ ადამიანების შეურაცხადებად მარკირება ანუ გამოცხადებას პირდაპირ და ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მსუბუქი სიტყვა რომლითაც ისინი ამცირებენ კონკრეტულ ადამიანებს ძალიან ბევრი ძალიან არაეთიკური ფრაზა ისმის თუნდაც იგივე სამნი და კოდან ან სხვადასხვა საავტორო გადაცემებიდან. რატომ არის საჭირო თქვენი პოზიციების გასატანად აი ამ ენის გამოყენება? 3 წუთს მოგცემთ რომ ჩვენ გავიგოთ თქვენ აი გარდა თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა იმ წიაღზე რასაც ფიქრობთ, რას ფიქრობთ, საიდანაც ყველაზე უფრო ხშირად ისმის თქვენი ხმა. რა ვიცი გიორგი ეს სამწუხაროდ ქართული პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილია რა. ანუ მე პირადად ჩემზე მაქვს ნანახი რა ერთი 5 სიუჟეტი რომელშიც რაღაცა აღმოაჩინე რომ რაღაც ტიპი ვარ რომელიც მე აი ძალიან მარტივ მაგალითად გეტყვი რა მთავარ არხზე იყო ჩემს წინააღმდეგ სიუჟეტი სადაც გამოირკვა რომ მე 2018 წელს თავმდებას დავინიშნე იმიტომ რომ 2020 წელს მივედი პოზიტივში ანუ ზუსტად ესე იყო რა რომ აი ანუ ჟურნალისტი ამბობს ყოველგვარი მის გარშე რომ აი ნიკა ქობულაძე დაინიშნა პოზიტივში დაინიშნა ხოლმე მოხდებით გიორგი არა საუბრობთ მანიპულაციური ინფორმაციაზე ან საუბრობთ სიძულვის ენაზე და ანუ მე ანალიზებაზე რაც იქიდან ხდება მე ვთვლი რომ მე ძალიან არ მე მე ვთვლი რომ პოზიტივის ეს ჩვეულებრივი ჩვენი სტილია საკეული ადამიანების საავტორო აზრია მე სიმართლე გითხრათ საერთოდ არა აქ ხო იმაზეა საუბარი რომ ის კი არა რომ არ ქონდეს შენი აზრი როგორ გამოთქონ რა სიტყვებს იყენებ ამისთვის მე რა ვიცი მე ვთვლი რომ არის სამწუხაროდ ამ აქციებზე ძალიან ბევრი ადამიანი რომლის მე ფსიქიკური ტრადობის მიმართ მაქვს პრეტენზიები პირადი ნაცნობიდან გამომდინარე და თუნდაც ტელევიზორიდან ამის გამოცხადება სჭირდება მინიმუმ სამედიცინო მტკიცებულება ამისი და მეორე კიდე იმის ასე ვთქვათ ნუ სხვა სიტყვები ანუ გონია ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას სწორ ტონს აძლევს ის ლექსიკა რომელიც გვესმის ამ ტელევიზიიდან ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესების თანხლები მოვლენა მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ რაღაც პერიოდში მოხერხდება რომ ჩვენ ორივე მხარე მოვახერხოთ ამ რა არის
ის შერბილება ამას უშლის ხერს რომ ორივე მხარე დაახლოებით ერთნაირ ტექნოლოგიას ვიყენებთ და ერთნაირ რაღაცებს ვამბობთ რა ძალიან მარტივი არ არის ხარ რავი ხა მე არა ვარ პოლიტიკოსი მე ვარ ჩაოლებრივი დავშვათ პოლიტიკური ანალიტიკოსი მე ვარ ჟურნალისტი მე გამოვხატავ ჩემს პოზიციას მაქსიმალურად მე არ ვაყენებ შევაწყობას მე რაღაც ზოგადად ამ ადამიანებს მე მართლა მე პირადად მაქვს ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ მართლა ფსიქიკური პრობლემების მართლა თვითონ მართლა აქვს. იმიტომ კი არა რომ მე რაღაცას მათ სტიგმატიზირებას ვახდენა, საერთოდ არ ვახდენა, რომ ხა მე რავი ხა ვოისები რომ მოგასმენიოთ რომ ადამიანი რომ ღამის 3 საათზე 1 საათიან ვოის მიგზავნის სადაც ტირის და ის ერთ-ერთი ლიდერი აქციის. ანუ რა გავაკეთო რა, ანუ 1 წელი ხმას არ ვიღებდი და რაღაც მომენტში თუ რომ მართლა აქვს მაგას პრობლემები და თუ რომ ეს არის ოპოზიციის პრობლემა რომ მათ იყენებენ რომ ისინი იყენებენ ამ ფსიქიკური პრობლემების ხალხს, იმიტომ რომ რა ვიცი 370 დღე აქციაზე სიარული შეიძლება მართლა ნორმალ ადამიანს ძალიან გაუჭირდეს რა, იმიტომ რომ რავი ხა ეგრეა რა, მე მაგალითად 370 დღე ფული გადამიხადა, ვერ გავაკეთებ მიყოლებით რაღაცას და იქ ხალხი მართლა ანუ მე არ ვიზიარებ ამ რაღაც მოსაზრებს რომ ყოველას ფულს ხდიან რაღაცები რა ზოგს მოტივაცია აქვს ზოგს არ მოტივაცია გავიგეთ 3 წუთი იყო ამ პასუხისთვისაც თითო წუთს გამოყოფი იმისთვის თუ გინდათ რომ ერთმანეთის პოზიციებზე რეპლიკა გააკეთოთ და უკვე შემდეგ გავაგზავნებთ ჩვენს თავარ დებატებს ქართულმა ცნობამ რეგულაციები შემოიტანა ჟურნალისტებმა რომ რაღაცა რეჟიმი ახსენოთ რაღაცები და ამ სიტყვებს დასდევენ და ხამის ფონზე როცა საუბრობთ ამ მედიაზე პოზიტივად მე პირადაპირ პიროვნულ შორაწყობას მაყენებენ და შარვა რამიშვილი თავის სამი და კორვა გადაცემაში სულ შორს მიუხედავად იმისა რომ ვერც ერთხელ საჯაროდ მე ვერ ნახავს ეგეთი პიროვნულ ეგეთი შორაწყობა ქონდეს მოყენებული მაგას მაინც აკეთებს და მე უკვე რატო არის ეს ხალხი ოლეულა და დაყვება და კაფე ბარებში რატო გავიწროვებენ და მე გულის ურთანიშვილს რატო თურმე ფიზიკური შეხლა შემოხა მომდა როცა კაი არ ვარ პოლიტიკოსი არ ხარ მაგრამ საჯაროდ რომ ტელევიზორში გამოდიხარ და მას აკეთებ მე ხო უამრავი ადამიანია რომელსაც სხვადასხვა წენები ხა მე პირადად იმის გამო რომ დიდი ხანი ამ საქმეში ვარ და უამრავი ადამიანის გინება და ის მომდიოდეს კომენტარებში და იმაში მე ცოტა უკვე სკელი კანი მოგდა არ მაინტერესებს მათ შორის დიდად შალვა რამიშვილი რასაც ხმარობს სიტყვას საზოგადოებაზე როგორი გავლენავს თავი გაუტეხოს ვინმე შობელმა მაგალითად ვერ აიტანოს მიშულს ესე აგინებენ და იმაშობიან მადლობა მედიას აქვს ნებისმიერ მედიას მათ შორის ჩვენს მედიასაც ცხადია ეს ახლოს ვერ მივა იმ გავლენასთან რომელსაც დიდი მედიები ფლობენ მაგრამ საზოგადოებრივ ტონს ქმნის ის რაც აწვდის მედია და აქ უფრო იმაზე იყო საუბარი თქვენ თუ გინდათ აი თქვა ცოტნეს პოზიციას 78 მუხლისთვის რატო არ იბრძოლე სამართლებრივი მეთოდებით ამაზეც ერთ წუთის პარკლებში ერთ რაღაცას ვიტყვი პირდად მე მართლა გულწრფელად გეუბნები ახლა ძალიან მინდა ვნახო ოპოზიციაში რეფლექსია. ანუ რას გულისხმობ იცი რომ მე ჩემ ცხოვრებაში მე ვარ 40 წლის. ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა გამიკეთებია რა. მეცაც გეტყვი რა ბოლო 5 წელია მივიღე 10 გადაწყვეტილება რომელზეც ვიფიქრე ძალიან დიდი ხანი. ამ 10 გადაწყვეტილებიდან ძალიან დიდი ხანი არის მე აღმოჩნდა 3 არის აბსოლუტურად წინდებილი. მათ შორის ერთი პოლიტიკური გაწყვეტილებაც. მაგრამ მე ანუ ჩემთვის ეს ვაღიარე. მე არ მინახავს საქართველოს მათ შორის არც ცოტნე ყველაფერი თქვა, მე არ მინახავს ვიღაცამ თქვას რომ ეს იყო შეცდომა. რომ ეს იყოს იმიტომ რა იცი არის რაღაცეები, რაც ქართულ ოპოზიციაში ადამიანებს აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რომ მათ არ შეუძლიათ აღიარონ რაღაცები იყო შეცდომა, რაღაცები იყო ასე არ შეიძლებოდა. რომ თქვან, რომ იცი რა არის 62 დეპუტატის მანდატის დაკარგვა იყო ისეთი სისულელე, რომელმაც ჩვენ ძალიან დიდი მსარალი მოგვაყენა. მე ეს არ მინახავს სამწუხაროდ. დიდი მადლობა იმისთვის რომ გვიყურებთ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს დებატებს და ჩვენი წესების თანახმად იმავე თემაზე დავრჩევით, მაგრამ შემოგთავაზებთ უკვე მეორე სადებატო დებულება, შევთავაზებთ ამას ჩვენს მონაწილეებს, იმისთვის რომ აი ამ პროტესტის ანალიზისთვის მეორე პერსპექტივაც წამოვწიოთ წინ და ჩვენი მეორე დებულება არის ასეთი, რომ ხელისუფლება პროტესტს რეპრესიული გზებით ებრძვის, რაც ავტორიტარული გეზის მანიშნებელია. თქვენი პოზიციები რო გვაჩვენოთ თავდაპირველად არ ეთანხმებით. კი ბატონო, ცოტნე ამას ეთანხმება და მოდი დავიწყოთ ცოტნეს მოსმენით, ცოტნე გაძლევთ 3 წუთს იმისთვის რომ გითხრათ, რატომ მიიჩნევთ რომ რეპრესიულია ის რაცაც ახლა თქვა ხელისუფლება რაკურსაც აწარმოებს პროტესტის მიმართ.
ნუ რა როგორ გითხრა პირადი მაგალითები მოყევი რაც შეიძლება კაფიო რეპრესიის ფორმა არის ყავს ძალიან ბევრი უკვე რაღაცა დაჭერილი პოლიტპატარი გელახასიას ამბით მოყვები რა ხა გელახასიაზე რაც ხდება უბრალოდ ადამიანს რამოდენიმე წლით უთულ უბრალოდ ციხეში უშვებენ და ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ეს არის რა რეპრესია არის როცა ადამიანებს პირადად ხვდები და ფიზიკურად უსწორდები რეპრესია არის როცა ადამიანებს სამსახურიდან ტყრი მაგალითად უამრავი ადამიანი გაყარეს სამსახურიდან იმიტომ რომ რაღაცას ხელი მოაწერეს რომ უნდა ეთანხმებიან ქვეყნის საგარეო კურსს ხო და უნდა რომ პროდასტრული კურსი იყოს ხო ხა ის ხო ხელმოწერა იყო იქ რაღაც ის არისო ხო კიდევ ვიღაც რამე გამონახოს ხო და ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს. საერთოდ ჯამში არ ვიცი ან ჩემი ოპონენტი რატო არ ეთანხმება ამ ფრაზას, იმიტომ რომ ჩემი აზრით რავი ეთანხმება, უბრალოდ ეხლა გონია რაღაცა ომის სიტუაციაში ვართ, იმას ომში წასვლა არ უნდა რომ მოუწიოს თუ იმიტომ მისი წასასვლელი და საომარი იქნება და აქედან გამომდინარე ხო რაც ეხლა ხდება, იმისის ლოგიკურია რაც ხდება. ოღონდ ამას თვითონ როგორ არ ეთანხმება რომ ეს არის და აშკარად რეპრესიებია და აშკარად ავტორიტარიზმია, ეგ არის ფაქტი. ავტორიტარიზმი იყოს ნეტა, იმიტომ რომ ეხლა ყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც მაგალითად რომელსაც ქვია საპატიო თავმჯდომარე, ანუ პარტიის გავლით ხდება პოლიტიკის კეთება, რომელსაც იქ მიღებული პარტიული გადაწყვეტილებები პირდაპირ არის ხომ მიღებული. გარდა ამის, აი 62 დეპუტატზე რო ვისაუბრეთ, წარმოიდგინეთ ქართულს იმას რამდენი დეპუტატი ყავს და ამ დროის განმავლობაში ერთი დეპუტატი არ აღმოჩნდება ხომ, რომელსაც სხვანაირი შეხედულება აქვს. როგორ შეიძლება რაში გჭირდება ამდენი ადამიანის ხელფასი უხადო, თუ მაინც ყველა ერთმანეთად გება და რაღაცას თის საჭირს. ერთ ზოგი სპორტსმენია, ზოგი მხატვარია, ზოგი ის არის, ზოგი ეს არის. პროფესიულმა პერსპექტივამაც კი ერთხელ მაინც არ თქვა, რომ მოდი მე ამას აი ამ საკის ესე უყურებ. მე ჩემი თვალით მაქვს ნახი მაგალითად, როცა ვხედავ ჩემს წინ საკრებულო ჯდორ ადამიანს, როგორ მოდის მესიჯი რა უნდა თქვას იმ დროს. რა ფუძსა შეუტყვი იმას ლაპარაკობს. ეს არის ავტორიტარიზმის ფორმა კი არა. ვინც ხელისუფლება და ძალაუფლებას წარმოადგენენ, იმათაც კი საკუთარი აზრით არ იმართებიან. რაღაც ერთ ცენტრისკენ არის მიმართული. ავტორიტარიზმი ამ ქვეყნის პრობლემა სულ იყო. უბრალოდ ეხლა არის ავტორიტარიზმის ფორმა გამოყენებული ხოლმე უფრო მეტად კონცენტრირებულად ოპოზიციის დასაშინებლად, დასაჭერად და ასე შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად ხილულს ხდის. კიდევ ერთხელ ამბობ, მე ვარ და სხვები და ვიცნობ და ყველა უყურეთ ხალხს, რომელთა მიმართებაშიც განხორციელებულა ბევრნაირი ტიპის ძალადობა, იმიტომ რომ მიიღწეს ის მიზანი, რაც მიზანს მე მგონია რომ არასწორია, ტყუილია, მაგრამ თქვა ვეთანხმები ოპონენტს, რომ იქ რაღაც ეხა მშვიდობაში ნარჩუნდეს, მაგრამ ის არის ფაქტი, რომ ხელისუფლება არის გადასული ავტორიტარ მმართველობაზე, ის არის ფაქტი, რომ თვითონ ბიძინა ამბობდა, რომ ჩვენ ეხლა უფრო მეტად გაუხეშთითო, უფრო მეტად გამოვიცნოთ, ადრე ესეთი ძლიერები კი არ მყავდნენ, მაგიტომ ვერ უწევდი წინააღმდეგობას, რომ ეხლა ძალიან გაიზარდა და კაცრები გახდნენ ჩემებიო. მათ შორის მათი პროპაგანდისტებიც საუბრობენ ტელევიზორში, რომ ის მოგენატროთ თქვენ არჩევნებამდე ყოფი საქართველოს რა იყო, გოგა ხაინდრავა საუბრობდა. მოგენატროთ ეგ რო პოსტივიზე. მოგენატრება და ეგ რო ეხლა სულ სხვანაირ საქართველოს და სულ სხვანაირ ქართულს ოცნებას. მიიღებთ რომ ის არ შეირგეთო და ამაში თვითონ არის ეგ აღიარება რომ კი რეპრესირებულია და კი ავტორიტარიზმის ფორმა, უბრალოდ მათ მოწონთ, იმიტომ რომ თვლიან რომ ეხლა სწორად არის ეს გამოყენებული. დიდი მადლობა. ნიკა. ოპოზიციას უნდა და რა ყოფილიყო მსხვერპლი. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ისინი ყოფილიყვნენ მსხვერპლი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტექნოლოგია, რა ვიცი, ამერიკის დემოკრატიულ პარტიიდან დაწყებული უამრავ საქასზე, რა რომ საქართველოს ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მათ შეექმნათ ქართული ოცნებისგან, რა ვიცი, მაქსიმალურად წარმოეჩინათ როგორც ტირანული რეჟიმი და მათ ყველაფერს მიმართეს ამისთვის. მაგალითად ოპოზიციის ყველა ლიდერებმა, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ისინი რაღაც აბსოლუტურ სიგიჟეს აპირებდნენ ამ თვითმმართველობის არჩევნების წინ, რაღაც აბსოლუტურად იდიოტური მიზეზებით წავიდნენ ციხეში და ეხაც არიან ციხებში. საერთოდ ვერ ხვდები რატო დააჭერიეს თავი და რა უნდა ციხეში რა. ანუ რა იცი რომ აი მოდი ასე ვთქვათ რა რომ მე ძალიან ვამაყობ იმით რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა მინიმალური ზარარი და აბსოლუტურად ძალიან მარტივად და გაანეიტრალა მთელი ეს ცდები ხელისუფლების გადატრიალების, ხელისუფლების ჩამოშლის ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა რომ რავი მე მეტი სიმართლე გითხრა დიდიც არ მაქვს რა რომ ესე ვფიქრობ. კეთილი. ხო არ მოდუნდით, იმიტომ რომ წინ გვაქვს კიდევ ღია დისკუსიის საკითხი. რა გაგვთ ერთმანეთის სათქმელი თუ ფიქრობთ რომ მეტნაკლებად აი ამ პროტესტზე საუბრით ამოწურეთ თავი, მე მაინც ვცდილობ რომ ორივე პერსპექტივიდან შეგახედოთ და ხო რა ვიცი როგორ იქნება თქვენი როგორ დაანახებთ მაგალითად ნიკას რომელიც აი ამ პროტესტს ხედავს უფრო მეტად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მხრიდან იმას რომ ამასობაში შეიცვალა არ ვიცი თუნდაც ბევრი საკანონმდებლო ნორმა რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს უფრო აი ეს შინაარსი რომ მივცეთ დისკუსიის აი ამ ბლოკს რა არგუმენტებია თქვა ამის სასარგებლოდ თუნდაც ქუჩიდან დაწყებული გამოხატვის ფორმების შეზღუდვით თუნდაც მედიაში და ხო
რავი დღეს არ ვიცი ჯერ მაინტერესებს რა შეიძლება მოხდეს მის თავს რის გამოც შეიძლება გამოვიდეს და აქციაზე დადგეს აი რა ორი რაღაც მიდრეკილება ქართული ოცნების მოკლედ ორი მინუსი ბიძინა ივანიშვილის რის გამოც შეიძლება ქუჩაში გასვლა ღირდეს რომ გააპროტესტო ან მისთვის რამე ეგეთი ორი რამე რავი ძალიან ბევრი თემა შეიძლება იყოს რომელშიც მე მაქვს განსხვავებული პოზიცია ბიძინა რა შორშია ბიძინა საერთოდ მე არა ვარ ქართული ოცნების ცოტნე ანუ მე არა ვარ ქართული ოცნების წევრი კი ბატონო ამიტომ მე არა ვარ რომ მარტივად მე არა ვარ ქართული ოცნების წევრი საერთოდ არ მეტესებს ანუ რატომ ვილაპარაკო ბიძინა ივანიშვილზე აი ეგეთ პასუხი ქონდა შალვარამიშვილთან მახსოვს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს რო ეკითხებოდა აი რამე მითხარი მიშაზეო ცუდიო და აი რობერტ დაუშვა პოსტივიდან ვერ გებულობ ხოლმე აი ორ ცუდ რამე აი ორი აი ბიძინაზე აი ეს რატომ უნდა ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ანუ რატომ უნდა ვილაპარაკო მაგაზე მე მართლა მაინტერესებს ახლა მე შენ ახლა უნდა კითხო რომ აი კარგი რა პრობლემა ქონდა ზურა ჯაფარიძეს იმპულსური არის მაგალითად ხო აი რაღაცა ზედმეტად ნერვიულობს ქართულ ხალხს ეს არაფერს არ მართავს ოპოზიციაზე მაგრამ ყოველშაბათში რამდენსაც გინდა რაღაცად რა რო ჩაიხა დატოჩი იყო ძალიან ბანძი ცუდი გადაწყვეტილება მენა მაგრა არ მომეწონა აი ხა შენ მითხარი ბიძინაზე ორი ცუდი რამე რატომ გითხარ ცუდი დასნიშნავს და მაგითო და მე სადა ჯურა ჯაფარიძე მე ჯურა მეგობარი რა პრობლემა არა წლების განმავლობაში არ ქონდა ხშირად კარგი საკადრო პოლიტიკა ეხლა ძალიან კარგი საკადრო პოლიტიკა აქვს ანუ ეხლა მითხარი ცუდი რამე გეუბნები და ეხლა რა ანუ შეიძლება წლების განმავლობაში ის მომწონდეს რომ ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა მაგალითად და ეგ პასუხი იქნება მე არ ვიცი ეგრე აფინანსებდა ორა თვითონ ამბობ თუ არა 2003-დან შენ მომხმები ხო ნაცები რომ მაშინ იყო ხო არ იყო სწორი ალბათ ეგ აწოდებაც ხო და ეხლა გეკითხები ეხლა არ ვიცი ეხლა მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი რა გმინოს რავი როგორც ყველა ადამიანს თქონდა მასაც ეკნება ან კორუმპირებულები რომ მოიყვანა ხელისუფლებაში მაგალითად ერთხელ და მეორეჯერ რომ დააბრუნათ ეხლა მოგწევს საკადრო პოლიტიკა და ეს კაცი კიდე გააგდო ზოგადად ეგ ტვინი რა არის რომელიც კორუმპირებულს ორჯერ მოგაყვანია ნებისმიერი ადამიანი კორუმპირებულები რომ უყვანს ეგ არის საკადრო პოლიტიკაში მე ვცვლი რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთს მაინც მოიპაროს უნდა წავიდეს ციხეში მე ვიყავი საჯარო მოხერლი და ზუსტად ანუ ეხლა ღარიბაშიც ვარ წერენ მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ადამიანი რომელიც მოიპარავს ფულს ჩემი ძმა რო იყოს ან მე რო იყო უნდა წავიდეს ციხეში კი ბატონო კორუფციის გამო რო გაუშვეს და მე რო უკარო მოიყვანა კიდე რო გაუშვა კაცი რომელიც ციხეშია დასაჭერი ციხეში დასაჭერი კაცს პრემიერად რატომ მოყავს ბიძინა მე გეუბნები ავი ძალიან მარტივად ხო მარტივად ლაპარაკობ მეგონები ნებისმიერი ადამიანი რომელიც კორუფციაში ხებულობს მონაწილეობას ყოფილი ხელისუფლების ახალგაზრდა ხელისუფლების და მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება უნდა წავიდე ციხეში მე ამის მჯერა მე ამას ვაკეთებდი და მე აღარ მგონია სწორად გავიგე რომ ბიძინა რო კორუმპირებულებს არ იჭერს ეგ არ მოხდეს მე არ ვიცი ვინ არ იჭერს მაგრამ ეხლა რომ მიმდინარეობს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ძალიან მიესალმები და ბიძინა ვარი ან მინუსი რო კითხე და მიხვედი ამ დასკვნამდე საკადრო პოლიტიკაზე ეხლა რომ ღარიბაშვილი ციხეში არ არის დაჭერილი ასე კი არ მოხდეს რომ ბიძინა კორუმპირებს არ იჭერს თუ რომ კორუმპირებული ციხეში უნდა იყოს და არა პრემიერ-მინისტრად ნებისმიერს კორუმპირებული პრემიერ-მინისტრად ყავდა. ახლა რაც ახლა აი დიპ სტეიტის დარეკილით რომ პრემიერ-მინისტრს ირჩევენ. ეგ მინუსი არ ყოფილა შენთვის. რაზე? რომ მაგალითად ქვეყნის სუვერენიტეტზე კაცი მელაპარაკება, რომელმაც პირველი პირი ტელეფონზე დარეკილით დანიშნა. არ ყოფნა ნორმალური. ისა მე არ ვიცი ეგ ფაქტია. მე ვთვლი რომ ქართულ ოცნებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქონდა პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად რავი ჰარმონიაში მოდიოდა დასავლეთის მთელ რიგ ჯგუფებთან და მის ინტერესებთან. ომამდე ჩვენ რავი ძალიან ჰარმონიაში ვიყავით. ომის მერე როდესაც გითხეს რომ თქვენ მოგიწევთ ომი უკრაინის ინტერესების გამო ჩვენ აღმოჩნდა რომ მათთვის მტრები ვიყავით და გაიყო ჩვენი იქამდე დამნაშავე პრემიერ-მინისტრი რატო დანიშნათ რომ გახარიათ დამნაშავე თქვენ ამბობთ რომ ტერიტორიები დაკარგა საქართველოს ცოტნე აღარ ვაპირებ მე ლაპარაკს ბიძინა ივანიშვილზე და ჩემს აბსოლუტურ ინტერესოა კითხვაც არ ვაწევთ ხო რა აღარ ვარ მოდი ამიტომაც დავუბრუნდეთ ჩვენ სადებიუტო მე ხო არა ვარ ქართული ოცნების რაღაც იმის პოლიტიკური საბჭოს წევრი მე ვარ პოლიტიკური ანალიტიკოსი შენ მე მთხოვ ანალიტიკას პოლიტიკურ ანალიტიკოს რომელმაც უნდა ვილაპარაკოთ ქვეყნის მართვლის
კლასიკურ ანალოგიას. საპროტესტო მოძრაობაზე ბიზნეს იუნიშვილზე მელაპარაკე. საპროტესტო მოძრაობა მაგიტო გვაქვს და მაგას მაგიტო არ გვაქვს, იმიტომ რომ შენს უფროსებს უნდა ხელისუფლების დაბრუნება, იმიტომ რომ მიშას უნდა ციხიდან გამოსვლა და რაღაცა იმის ბელორუსიელ ნაშებთან ერთად პარტიას უნდა ხელისუფლების დაბრუნება და ხელისუფლების მოსვლა, ეგ რა ის არის? კი, მეც უნდა ხელისუფლების მოსვლა. და რო არ შეგეძლოთ და რო ცადეთ არ გამოგივიდათ, ეხლა იმიტომ ლაპარაკობთ. არ შეგეძლოთ, არ გამოგივიდათ, სისულელები გააკეთეთ 370 დღე დადიხართ აქციაზე, რომელსაც შედეგი არ აქვს. უშლით მარტო მოქალაქეებს ხელს და არ შეგიძლიათ იმის აღიარება. არ შეგიძლიათ იმის აღიარება, რომ შეგვეშალა, რომ მორჩეს, რომ რომ აი შენ იყავი საკრებულოში, ხო? აი რომ აი გამოხვიდი და თქვა, რომ ქალაქში ამდენი პრობლემაა და მოდი ამ პრობლემაზე ვილაპარაკოთ. მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ, რომ გააკეთოთ პოლიტიკური პარტია, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის ინტერესებს. იმ ქალაქში იმ საკრებულოს წინ იყო დარბები და საკრებულოს ყველა დეპუტატი გაყუწენ ხმას ვერ იღებდა. ხო და გეუბნებით და მაგათა ვეღარ ძიხან. თქვენ ვერ აკეთებთ ამას, რომ არ შეგიძლიათ. ლაპარაკობთ მარტო ერთი და მე რა გინდა. შეხედეთ თქვენ. მაგ კავშირი არ არის. თქვენ ლაპარაკობთ იმ თემაზე. ამ პროცესის განმავლობაში აქეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შეიზღუდა მეთქ. და ამის ფონზე შენ რომ ეს ბიზნამ იმიტომ ქნა რომ ოპოზიციას მაგრა ერევა, იმიტომ ოპოზიცია ბანძია. ეგ რაში მაინტერესებს? ხელისუფალია პასუხისმგებელი რომ ბავშვი უცერება ის გამოიძიონ. ცოტნე მაგას ვერ მიხვდით. ის ხუთი ნაცვლად იმისა ტყეს თავში რასეუბნები. ნაცვლად იმისა თქვენი ლაპარაკობთ. ვისი ბრალია ქვეყანაში. ან პროცესის დროს როგორც პრობლემებზე კიდე მელაპარაკებით. სახელმწიფო ადამიანი არ ბიძინა ივანიშვილი კიდე მელაპარაკებით რაღაც ცალკეულ თემებზე რაღაც თქვენს ნარატივზე, რომელთაც არჩევნებს ვერ იგებთ და ხალხი მხარს არ. არ მაინტერესებს აქ არჩევის მოსაგებად კი არ ვარ. აქ მინდა აზრის უნდა იყოს შენ, იმიტომ შენ ხარ პოლიტიკოს, მე არ აქ არ ვარ ხარ არჩევის მოსაგებად. აქ გისვავ მარტივ კითხვას. ამ პროცესის განმავლობაში ადამიანის ისეთი უფლებები რო შეილახა, რომელიც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის პროცესში რა უფლებების დაინგრა, ვიდრე თავისთავად ეს პროცესი რამ წამოიწყო. როცა ადამიანს მაგალითად ამ პროცესის განმავლობაში როგორც ამას რო უშვებ, ამის გამო რა არ გამოდიხარ. ამ პროცესის განმავლობაში იყო გადაცდომები, მაგრამ არ ყოფილა სისტემური შეცდომები. ეს არის მთავარი განმასხვავებელი წინა ხელისუფლებისგან. იყო გადაცდომები, იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს არ იყო სისტემური ხასიათის. იმიტომ რომ ხალხმა თქვენ ამიტომ არ დაგეჭირათ, ხალხმა ვერ მიხვდა, რომ ხალხი ანსხვავებს სისტემურს და ანსხვავებს მცაკებულ შეცდომებს. ანუ აი რატო არის რომ გირგულიანის кейსი არსებობდა ნაცების დროს და ანალოგიურ არ არსებობს ოცნების დროს, იმიტომ რომ ოცნების დროს როდესაც რაღაცა მოხდება, ოცნებას შეუძლია აღიაროს მისი პასუხისმგებლობა და ნაცებმა ეს ვერ მოახერხეს. ეხლაც არის აბსოლუტურად იგივე თემაა, რომ თქვენ აგზელებთ რაღაც ცალკეული кейსების, ანუ რაღაცა მოხდება, შეიძლება მოხდეს 1000 მიზეზით, შეიძლება მოხდეს არაკომპეტენტური პოლიციელის გამო. მე საერთოდ არ გამოვიწყავ მაგას და მე თვითონ ვიყავი საჯარო მოხელე და მყავდა თანამშრომელი, რომელიც აბსოლუტურად არადეკვატურ რაღაცებს აკეთებდა და მე ვიყავ პასუხისმგებელი. მაგრამ მე აწყობილი კოლცენტრზე გელაპარაკები. და ადამიანს შენი GPS მისამართიცია ლოკაციაზე სად გადაადგილდები და იქ ახერხებენ დადგმას. საქართველოში ვინ ახერხებს მაგას? თუ მაგას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკეთებს? და ეს არ არის ორგანიზებული. ხალხმა მაგალითად რო გადაწყვიტოს შენ რომ მოკლან ზეგ და ფეხებზე ეკიდოს ხალხს 51% მე ეთქვა. შენ რომ მოკლან უბრალოდ მე პროტესტი არ გამიჩეს, არ გამოვიდეს. რატომ ელაპარაკეთ ხალხი? აი დაშუაში ეგ განცილი. შენ რომ მოკლან და თქვა რომ ინდივიდუალური შედეგია. ხალხი ვერ დარწმუნდა. და ვინ მოკლეს? დაგიკიდო ფეხებზე რომ მოკლეს. არა, შენ ახლა ამბობ შენ მოკლან. არა. აშუაში. ორგანიზირებული. როგორ არა აშუაში რა. თქვენ ოცნებობდით რომ ვიღაცა მომკვდარიყო. დღე და ღამე ოცნებობთ რომ ვიღაცა მომკვდარიყო. ზეიმი, იმიტომ ზადი ხარ. არ ვარ მატყუარა. მაშინ უმაკადრებ ეგეთ რა. არა, შეტყობ რომ სიტყვაზე შენ დაიწყე ლაპარაკი. თუ მე მოკვდა, მე მოკვდებოდი. სხვა მოკვდებოდა, ან ჩემი მეგობარი, შენ არ ყოფილიყარ აქციაზე. და შენ ხარ პასუხისმგებელი ამ ხალხზე. და კარგი ახლა რა. ანუ ნუ ახდენ ექსტრა პოლიტიკას რაღაც. ბიზნამ ერთხელ კანონი რატო გაიტანა და მეორე ჯატო შემოიტანა. იმიტომ რომ იმ მომენტში დიდი იყო პროტესტი. მეორეჯერ საჭირო იყო ამ კანონში. მე ვეთანხმები აბსოლუტურად რა. ეს არის კანონი, რომელიც არაფერს არის თუ არა, მაგრამ რა შვაშია მატყუ არა. გავიტან და აღარ შემოიტანს რო იტყვი და შემოიტან. ტყუილი არის თუ არა? მარუც მე ტყუილი თუ არა, მაგრამ საჭირო იყო. მე ანუ დებაც რა აზრი აქვს? სიტყვის პატივს არ უწევ? სხვანაირად გეუბნები. მე ვთქვი რომ საჭირო იყო შემოდანა მაგის. გავიკეთე შენ რო თვლი, ამიტომ უნდა გეწყინოს, როცა გაიტანა, მაგრამ კაცი რომ ის სიტყვას ძალიან მეწყინა, რომ გატყუებს
კაი, ანუ რა გამოდის, როცა სიტყვა ფას კარგავს, ანუ მის ნათქვამზე კი არ არის, რა დროს სწორად მიაჩნია. პოლიტიკაში რა სამო დაგპირდეს. შენ ხო ხარ პოლიტიკაში. ქუჩის გარდა რა დაგიტოვა რამე? პარლამენტში რომ მივიდეს შეთანხმებამდე და ხელშეკრულება გავაფორმე. აი რომ მეუნები ქუჩაში კი არ დადგე ისაუბრებ. თქვა დავითახრე ბიზნა ივანიშვილი. და ერთხელ რო გადამაგდეს და მეორეჯერად ქუჩის გარდა სხვა რამე დატოვა მაგაცმა. თვითონ შენ მეუნები რომ დავკვირდა რაღაც, მე სხვანაირად ჩეკი სწორეგონია, მაგრამ გავიგე მაგიტო ხარ ისაუჩეველი, მაგრამ ფაქტია რომ ეს ხო ფაქტის მათემატიკურ ჭეშმარიტება რომ ესე თქვა რომ ამას აღარ გამოვიტანთ და გამოიტანა. ამას რო კაცი იზავს, სხვა ადამიანს ვისაც შეპირდა და ვინც გადააგდო. ქუჩის გარდა რა გზა დაუტო, ანუ მასთან საუბარ მას დაკარგა. თვითონ თქვა ეს მის სიტყვებთან გაპირისპირო, ჩემსასთან კი არა. ძალიან მარტივია. როდესაც ადამიანები ატავშთა ამბობენ საკუთარ სიტყვას და პოლიტიკაში და ამას გადადიან, მე სხვები მოქალაქეები ამას დაახლოვებენ და იმ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევენ ხმას. მე ვთვლი, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამჭირვალობის კანონი შემოსტანი იყო, იმიტომ რომ NGO სექტორი ამას იყენებდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. კი ბატონო, როცა გაიტანა, უნდა გეჭყვა, ეს როგორ იკადრე, იმიტომ რომ გაიტანეთ, კი რომ აღარ შემოვიტანდა, ეს როგორ გაკადრა. დეკლარაციას მრავალი წლის განმავლობაში და ეს აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ კი. მაგარი მოსაწყენია, მაგარი საერთოდ არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ ეს აბსოლუტურად უკან რატომ მქონდა? რატო ქონდა შემოთავაზება პარლამენტში ოღონდ შემოდი და უკან გატანაზე საუბრები რო იყო რომ ამ კანონს გავიტანთო. არჩევნების მერე, ამ ყველაფრის მერე. ხო იყო ეგეთი საუბარი? მე არ მახსოვს საუბარი. არ მახსოვს მე საუბარი. ვერ გეტყვი ხე მაგაზე ანუ ხო მართლა არ მახსოვს მაგას. მე გეუბნები რომ მე ვთვლი რომ ეგ იყო აბსოლუტურად ძალიან მისაღები კანონი და მეტიც ძალიან ვეთანხმები რა. მთელი ეს რაღაცა ის წამებულობად წამებულობის აი და თქვა აქეთ ხალხს ეს არ ესმის რა. აი მაგ კანონის გამო, ამ კანონმა საკმარისი რა ტიპის ბენეფიტი მოგცა, რომელიც გამოც ყველა შედეგი რა ზადგა, შემდგომ ოკეია. თორე ეს შეპირისპირება რაც შენამურა შეპირისპირებაში კი ადამიანის უფლებები ილახება ხა იმიტომ რომ პოლიციელთან გაჩვენეთ რა იქნება ეს რომ შემოდო საპირწონეთ ჩვენ ბიზნა ივანიშვილმა მაკანონისთვის ჩვენ გავიგეთ რომ ეგ არ არის პრობლემა ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი ჯგუფები რომლებიც მზად არიან უცხოელების დაეკვაზე მოახდინონ რევოლუციის ცდა არა უცხოელების დარეკვაზე პრემიერ-მინისტრის ვინც ნიშნავს იმას არ წარმოადგენა რომ უცხოელის დარეკვაზე აქ იმერა მეშვება რაზეც პასუხი ჩვენ გავიგეთ ჰარმონიულ ურთიერთობას ეძახი შენ იმას რომ ბიძინა პრემიერ-მინისტრი მათი დარეკვილი დანიშნა ეგ არის შედის ჰარმონიული როცა ანუ ქვეყანაში რომ შენ ხმას ვისაც კი არ გვაინტერესებს პარლამენტარი იქ რო თიც აჭერს და რომ იდის იქ მომავალი პრემიერ-მინისტრი სავისი გეგმით ამას ვიდაო იმას ვიდაო თურმე რომელიც ბიძინას მოღალატე გონია იმიტომ რომ ტერიტორიები დაკარგა როგორ არ არის მნიშვნელობა კაიშ გუნდი ქართული ოცნება რომ დარეკვილი ჰარმონიული ურთიერთობა უნდა ჩენამო ანუ ევროპასთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის ზაცვარი კაცი მისი მართლობის მე-9 მერვე წელს პრემიერ-მინისტრი დაასვას ქვეყანას ანუ მთელი წლების განმავლობაში ვატყუებდა უკან შეუძლია ხო და ესე იგი ისეთი მონა იყო ევროპის ისეთი მონა იყო რის გამოც პრემიერი დანიშნა და შენ აქ ბავშვებს აკრიტიკებ ქუჩაში გამოდიხარ იმათი დარეკვილითო მე იმათი დარეკვით პრემიერი არ დამინიშნია. ეგეც რო იყოს რომ იმათი დარეკვით გამოვდიოდ. განსხვავებას ვერ ხედავ? კაცი რო ერთხელ მაგას იკადრებს. დამნაშავე, რასაც თვითონ ამბობს. დამნაშავე ის გამოც ეხა იჭერს ის გერმანიაშია გაქცეული. ეს დამნაშავე დარეკვით რომ მოიყვანა ის უფრო ეხლა ევროპის ის არის. საფეხზე დგომა ეგ უფრო არის თუ მე რო აქციას გავიდე დავდგე. მითხარი ეს. შენ რო აქციას გახავდი. ხო და ეხა ამას შემონდები არ ვიცი, თუ მე უყურებთ ეგ არის ხალხი. დარეკვით რომ პრემიერ-მინისტრი დაგინიშნოთ, რომელიც გიკონტროლებს გადასახადს, ფისკალურ პოლიტიკას, ვაფშე როგორ ცხოვრობ, რა საკეთებს, რა გეცოს, ამას რომ ევროპის დარეკვით დაგინიშნავ, კაცი. ეგ არ არის ევროპისადმი მორჩილება და ის არის მორჩილება, რომ მე რომ დამირეკონ ცოტა გადი აქციაზე რომ გავიდე. ხო, მე მქონდა ცდილობა რომ ესა დაშვება არის, აბსურდი, არ მოხდარა ეგრე და იმას შენც აგი არის. მადლობა ცოტა. მე მქონდა ცდილობა რომ ისევ დამებრუნებინეთ აი ამ სადებატო პირობის მიმართ. ხო, აი მაგას ვამბობ. აქცია მაგიტო. არა, ბიზნესში საბარგო. ანუ მიშაზუნა გელაპარაკვა ხა მე შენ? ისე აქ მოვედით სალაპარაკოთ აქციებზე აქ მოვედით სალაპარაკო აქციებზე შენ მეუბნები ბიზნესი კარგი მოდი ესე ვქნათ მე მართლა ვცადე რომ მიმებრუნებინეთ იმ სადებატოდებულებისკენ და იმიტომაც ვახსენე ვთქვათ რომ ვისაუბროთ იმაზე მეორე მხარეს რა არგუმენტიც აქვს რომ ქვეყანა გახდა რეპრესიული უბრალოდ სახელმწიფო გახდა რეპრესიული ეს არგუმენტები არის მეორე მხარეს თუმცა საინტერესო წავიდა რა ეს საუბარი, ცოტნეს კითხვები იყო საინტერესო, არა, არ მხოლოდ ივანიშვილზე ხა, აი მართლა როდესაც წარმოიდგენ რომ არის შესაძლებლობა რომ ქართული ოცნების ხარდაჭერს რაღაც კითხვები დაუსვა, ეს შესაძლებლობა გამოიყენა და მოდი თანაზომიერებისთვის თქვენ შეგიძლიათ რომ ასეთივე შემტევი 10 წუთი დაგითმოთ, თუ კი ცოტნეს თანა გაქვთ, არ ვიცი, ნებისმიერ თემაზე რაიმე შეკითხვები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნოთ რომ არ არის ბევრი ფორმატი, სადაც შეგვიძლია რომ ესეთი ასე ვთქვათ, სხვადასხვა პოზიციები
მივცეთ ამის შესრულება. თუ გაქვთ სურვილი, მიმართეთ სხვადასხვა შეკითხვებით, თუ გნებავთ დაუბრუნდით იმ თემას, რა თემაზეც მოვედით სასაუბროთ. მე მინდა რომ უბრალოდ ორივე თანაბარ პირობებში იყოთ. მაშინ უთხრას რა გახდა, უფრო ის გახდა დეპრესიული გახდა, ლიბერალური გახდა, უფრო ზუსტად იგივეა. რას ნიშნავს განცხადება ქართულს წარმომადგენლებს, რომ ჩვენ აღარ ვართ ისეთები, როგორც ვიყავით, ჩვენ შევიცვალთ და აწინახავთ, რომ მოგენატრებათ წინარე მმართველობაო. აი ეს რას ნიშნავს? იმის მერე რეპრესიული გახდა. არ მოთხოვთ აივანიშვილმა თქვა მაგალითად იმედთან ინტერვიუში, რომ ჩემი გუნდის წევრები აქამდე ესეთები არ იყვნენ, გამოიჩინეს ხა, გახდნენ უფრო მკაცრები და უხეშები. ეს ნიშნავს თორე რომ პოლიტიკა უფრო მეტად გახდა ავტორიტარიზმი, ანუ უფრო მეტად უხეში. ანუ ეს როგორ აბა რა გახდა ნიშნავს? ნებავთ, უპასუხეთ ამ კითხვას და მე უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ხო, ნიკა ქობულაძე არ არის ფორმალური პირი ქართული ოცნებიდან, ის არის პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელიც ეთანხმება ქართული ოცნებისას, თქვათ, მოსაზრებებს და მას, თქვათ, ეს პასუხისგებლობა არ აქვს, რომ პარტიის გადმოსახედიდან გვიპასუხოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რა კითხვებიც დაისვა, პროტესტად ახლოს საერთოდ ვერ ხდება ბატონო პარკო ბიზნეიონიშვილზე. ისაუბრეთ იმიტომ რომ ამას გონია რომ ძალიან მაგარი მომგებიანი თემა, რომ ბიზნეიონიშვილზე გადავ ანუ აქციის სიდებილეზე არ ვილაპარაკებთ 350 დღე რომ რაღაცა ცხოვრები და მაგას და აი ბიზნეიონიშვილი ისაუბრეთ ძალიან მაგარია, აი всё ჩაჭერილი მყავს, აი ნაცებთან გავაკეთებ და იმას რომ ის რაღაცა პარლამენტარმა იმას გავაკეთებ და ბიზნეიონიშვილზე პასუხი ვერ გამცა, ესე იგი აქცია ძალიან გენიალური იყო. ეს ახლა იგია. არა, ისაუბრეთ თქვენ რეპრესირებული გახდა თუ არაზე იყო. ხო, კითხვა ამაზე. მე გეუბნები რომ რეპრესიული არ გაქვს. უბრალოდ არ მივიღო. მინიმალური ზარალი არ მალავს რომ არის მაყოფს რომ არის პროპაგანდისტული აქი ქართულებს. ამიტომ პროპაგანდის ქართულებს ასუჟება მოყვება რომ ეგეთ კითხვებს პასუხი. არ შეხედე რა, ანუ ვისი პროპაგანდისტიც ხარ მაგას გიგლაპარაკი. ძალიან მარტივია რა, რომ მე ვარ ქართული ოცნების ხესპებს ხარდამჭერი, რომ საერთოდ არ მიარკვეს ჩემს ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში პროპაგანდისტი ვართო, აბოს პოსტივი ამაყად. ну принцип შეტომაც კი რატომაც ახლა თავარი კაცი შალვარამიშვილი ამბობს ხომ კი რა პრობლემა ამაში მაგრამ მე პასუხგებელი ვარ ჩემს თვალზე ხო მე ხო პასუხისგებელი ვარ მოყვება მაგაზე პროპაგანდისტობისთვის აქციას მეუბრუნდეთ ის სადებადო დებულებას პირველ დებულებაზე ხო ორივე მისაუბრეთ მინდა რომ თქვენ აიხლა ეს დარჩენილი დრო თლიანად თქვენ ცნებათ ვიცოდნე დაუთმოთ ნიკას დაგვრჩა და ახლობით 5 წუთი კი ბატონო მოდი ესე ნაკლებად უხეში გახდა კი ბატონო შერეული დისკუსიის ფორმატში ნიკას უპირატესობით ვისაუბროთ იმაზე რა ადასტურებს იმას რომ სახელმწიფო არ არის რეპრესიული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. საქართველოში სახელმწიფო თითქმის არ აკონტროლებს თელრიქს სფეროებს. მოდი თქვათ დავუბრუნდეთ რეალობას რა. რეპრესიულ სისტემაში ოპოზიცია და ლიბერალური სექტორი არ აკონტროლებს უნივერსიტეტებს, არ აკონტროლებს მედიას, არ აკონტროლებს თეატრებს, არ აკონტროლებს სხვა შოუ ბიზნესს ასე შემდეგ. მთელი ეს წამებულობანას თამაში რო ჩვენ აი რაღაცა რეპრესიები გვებზვიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის უბრალოდ შექმნა თელი შექმნა რეფორმა, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი და ილიაუნი თვალშიდად არ მოწონს. და ამას ამდენჯერად იმედზე მივიდა და განათლების რეფორმაზე კითხეს, ამ ორ უნივერსიტეტზე ხაზზე უსვა და რისი არსებობა დაშვებულია, რომ ლიბერალიზმის ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ქვეყანაში სადაც ოპოზიცია და მასთან ასოცირებული პოლიტიკური პარტიები და ლიდერები აკონტროლებენ მთელ სექტორებს, იქ რეპრესიები არ არის. რა მე უამრავი ადამიანი ვიცნობ, რომელსაც ანუ ოცნებისტობის გამო საერთოდ კარიერა ვერ გაიკეთა მთელ სფეროებში და რაღაცა ხა თქვენ მეუბნებით რაღაცა რეპრესიებთან მეტი აქცენტით. მე ვამბობ, რომ პროტესტი, რეპრესიები ქართულმა ოცნებამ გამოიარა მინიმალური ზარალით. მან შეძლო და აიცილა თავიდან ოპოზიციის ოცნება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო მსხვერპლი და ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი, რომ მსხვერპლის გარეშე დასრულდა ეს პროცესი, იმიტომ რომ ოპოზიცია ოცნება უნდა ყოფილიყო გვამი, იმიტომ რომ მე ამაზე აიგოთ და ძალიან მიხარია, რომ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ერთი ადამიანის ცეცხლი გადარჩა და მეორე ქვეყანა გადარჩა და ეს იყო რავი ძალიან კარგი მიღწევა. აქ არის ოპოზიციის წარმომადგენელი და მართლა ქონდათ ეგეთი იყო ეგ რასაც ნიკა ამბობს ეგ სრული იყო ოპოზიციაში უქვამი ყოფილი ხო რა ვიცი ანუ გაიმეორა და აქ ხართ და მე ფაქტ-ჩეკის ეპიზოდში გვაგირეკოთ ხო არ ვიცი აი მე არ ვიქნებოდი რაღაც ალბათობით აგერ ჩელე ჩემ მეგობარი აგერ არის პატრიარქი ჩემ ანუ ვის უნდა და აქეთ სიკვდილი
ვერ ხვდები. საერთოდ აი მაგამდე რატომ მივედით მაგ აქციამდე თქო ხო მაგას უსვადი ხას. მე ყველაფერი შევა უბრალოდ მორჩენილი ამბავი იყო უბრალოდ აი ჩემი თვალით ვარ მენახა კიდე ხო და თვით კრიტიკულები არ ხართ მე თვითონ ვიყავი იმ აქციაზე რომელიც всё თავდებოდა წარუმატებელი და ყობახიძემ შემოიტანა ეგრე ისე გამიყვანდა საჭყბარი გამიხადა. თორე თლიანად მისკენ ვიყავი რაც არჩევნებზე ისაუბრე ეს მათ მე თვით კრიტიკას არ დამიკლია ზუსტად მაგას ვამბობ. მაგრამ ზუსტად ეგ არ უნდათ. გარნოთ. ისეთი სიტუაცია უნდა შექმნილიყო, სადაც მე ვიღაცას რამესო დამართებთ, ეგ ზოგადად მოხდენილი იყოს. აი შესაძლებლობა მაგისო გაჩერილიყო და ეგ ქართულ მოცნებამ ქნა. ეგ შეპირისპირება მან გააჩინა. მაგის გარეშე აგუ არა მყარი პროცესი იყო, მეორეჯერ ქნა ეგ. როცა სახში დაბრუნებული ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ეს ხალხი რო ყობახიძემ გამოიყვანა, ეგ ოპოზიციონერმაც ყველა და მე სხვა ბლოგზე გადავდივართ. ნიკა. ერთ წუთი გვაქვს დარჩენილი ამ ბლოგში, თუ რამეს თქვა გინდათ ქართული ოცნების პოზიციების სასარგებლოდ რა ადასტურებს, რო ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი მიუხედავად ბევრი საკანონმდებლო ცვლილებისა არის მაღალ დონეზე, რა არგუმენტებია აი ამის სასარგებლოდ. ერთი წუთი და მე ხო. ოპოზიციას შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს, ოპოზიციას შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ის რომ მათ დაკარგეს პოლიტიკური გავლენა, ეს არ არის ქართული ოცნების პრობლემა, ეს მათ პრობლემაა. ძალიან მარტივად არის ხო? აი ეს რა უნდა იყოს ამაში ეს ძალიან მარტივი რა. ქართულ ოპოზიციას შეუძლია ეხლავე დაიწყოს ბრძოლა იმისთვის რომ მათ შეცვალონ კულტურა და ანუ მოახდინონ კონცენტრაცია ახალ პოლიტიკურ რაღაც გამოწვევებზე რომ ანუ არა ქუჩის აქციებით სცადონ ის რაც არ შეუძლიათ რომ რევოლუციის დღესდღეობით შეეცვალონ არამედ შეცვალონ პოლიტიკური კულტურა. კი ბატონო, ანუ მივიღებ თქვენს პასუხს რომ არ თვლით რომ რაიმენაირად გაუარეს და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი. კებით, დავასრულეთ ამაზე სამსჯელოდ გქონდა ზუსტად ეს 20 წუთი, მაგრამ ნახეთ რომ კიდევ უფრო სხვადასხვა საინტერესო შინაარსით შეიძინა ამ 20 წუთში მსჯელობა მხარეებს შორის და ძალიანაც აღარ გადაგღლით ორი მოკლე ბლოკი დაგვრჩა. დიდი მადლობა სტუმრებს რომ აქამდე შემოყვნენ ამ აქტიურ დისკუსიაში და მადლობა მაყურებელსაც რომ ამ დრომდე ხართ ჩვენთან ერთად. რა გიღა ამ დრომდე შემოვყევით, ბარემ თუ არ გამოგიწერივართ ჩვენი არხის გამოიწერეთ, იმიტომ რომ ალბათ უკვე იცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი მედიისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც რომ მეტი გამომწერი გყავდეს YouTube-ზე, იმიტომ რომ ეს გვეხმარება კიდევ უფრო მეტ აუდიტორიაზე გავიდეთ. გადავდივართ ჩვენი დებატების მესამე ბლოკში, ეს გულისხმობს კითხვა ოპონენტს. ეს არის 3 წუთიანი, ასე ვთქვათ, უპირატესობა თვითონ მხარეს ამას ვაძლევთ იმისთვის რომ თქვა 3 წუთს გითმობთ იმისთვის რომ დასვათ ოპონენტთან შეკითხვაც და თავად განსაზღვრეთ აი ამ 3 წუთიდან რამდენ დროს დაუტოვებთ საპასუხოდ. თუ ხართ მომზადებულები ამ ბლოკისთვის, შეგვიძლია რომ უცებ დასაუბრებიდან დავუსვი რამოდენიმე კონკრეტულ ფაქტობრივ კითხვას. ის რომ Facebook პოსტებისთვის ეხლა არის პრეცედენტები, როცა ადამიანების დასჯა დაიწყეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფა რომ მიაყენო. მაგას შეუხშება გამართულად ვთვლიდე მაგას, მაგრამ ეს რომ მოხდა, უფრო მეტად გადადგული ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების გაფართოებისკენ, თუ შევიწროება ესკენ. ის რომ აქამდე ჯარიმა იყო თქვა 500 ლარი გადაკეტოს, და მერე გახდა 5000. ეს ნაბიჯი გადადგმული იყო, პირიქით სიტყვის თავისუფლების შემცირებისკენ, თუ გაფართოებისაკენ. ის რომ პირბადეს ტარება, რომელიც ედრო სავალდებული იყოს, ვერ გეტარებინა და გაჯარიმებდე. პირბადეს ტარება რაღაც ადგილებში, უბრალოდ აქამდე თუ შეგეძლო უპირბადეოდ ყოფილიყავი, ესეთი სახით როგორიც ვარ. პირბადე მკეთებოდა, არა ეხლა უნდა მოვიხსნა, ეს გადადგმული ნაბიჯი იქით არის თუ აქეთ. ის რომ მედიასთან მიმართებაში შემოვიდა ხარ რეგულაციები, რომ ჟურნალისტს რაზე საუბარი აღარ შეუძლია და რის გამოც დაჯარიმდება კომპანია, ეს გადადგმული ნაბიჯი იქით არის თუ აქეთ. ანუ იქამდე მაშინ რა იყო, უფრო მეტად რეპრესირებული იყო ესე იგი რეჟიმი და მე ეს კანონი რომ მიიღეს, ნაკლებად რეპრესირებული გახდა. ანუ ფაქტია რაღაც სტატუს-კვო ჰქონდათ, ის სტატუს-კვო შეიცვალა. მეტი ჯარიმა იყო, მეტი კანონი შემოვიდა, ფაქტებს გეუბნები. ხა ეს რას გულისხმობს? გალიბერალდა თუ პირიქით გამკაცდა. ანუ შევა სწორად, მაგრამ ფაქტის დონეზე რა მოხდა? წუთი ნახევარზე ცოტა მეტი გაქვს პასუხისთვის. ხო, მე ვთვლი რომ პოლიტიკა არის პროცესი და პროცესის განმავლობაში ჩდება ახალი გამოწვევები და გამოწვევებს უნდა უპასუხოს პოლიტიკურმა პარტიებმა. ქართულმა ოცნებამ ნახა რომ იმ მომენტში დადგა ახალი გამოწვევა, რომელიც იმისთვის რომ დაეცვათ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესები, მიღებული იქნა შესაბამისი გაწყვეტილებები. რომელიც ძალიან მარტივია. ჩემს მე არ ვთვლი რომ ეს გაწყვეტილებები აუარესებს მოქალაქეების თავისუფლებას. ჩემს და აბსოლუტურად მისაღებია ის რომ 20 კაცმა არ უნდა გადაკეტოს ქუჩა, იმიტომ რომ მათ დაესიზმროთ რაღაცა, ჩემს და აბსოლუტურად ნორმალურია და აბსოლუტურად მისაღებია, იმიტომ რომ თუ ადამიანების რაოდენობა არის ისეთი რომ ისინი ვერ ეტევიან
ტროტუარზე და უწევთ ქუჩაზე გადასვლა, ისინი და გადავიდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მათი რაოდენობა არის 15 კაცი და უნდათ რომ რაღაც დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია გინდა თუ არა იმით რომ სხვა მოქალაქეებს შეუზღუდონ გადაადგილების თავისუფლება, ჩემი აზრით ეს უნდა იყოს დასჭადი და აბსოლუტურად ნორმალურია. მადლობა, ვერ შევაცვლოვებთ ერთმანეთს მესმის ას, ამიტომ კამათი არ გავაგრძელოთ. მივიღოთ ნიკას პასუხი და ნიკა თქვენ გაძლევთ 3 წუთს რომ ცოტნეს მიმართოთ შეკითხვით. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ თავად განსაზღვრეთ რა დროს დაუთმობთ კითხვის ფორმულირებას და რას პასუხს. დავიწყებთ 3 წუთის აწევს. მე მაინტერესებს მოდი ამ შემთხვევაში პირადად ცოტნეს მიმართ მექნება შეკითხვა, იმიტომ რომ მე არ ვთვლი მისგან განსხვავებით რომ მას უნდა მოთხოვ რაღაც გლობალურად ქართული პოზიციური თემებზე პასუხისმგებლობა, მე მაინტერესებს ასეთი რამე რა რომ თulis თუ არა ის თუნდაც საკუთარი თავისთვის როგორც ვიცი მაგრამ დატოვა კითხვი რომ იმისთვის რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდეს საჭიროა რომ შეიცვალოს არსებული ოპოზიციური ძირითადი თამაშის წესები რომ აქცენტი იყოს და აქცენტი არა ქუჩაზე იყოს, არამედ გადავიდეს რეალურ პოლიტიკაზე და როგორ წარმოუდგენია ის რომ რაც გააკეთებს თვითონ. კაი კითხვა. გაქვთ 2 წუთზე მეტი რომ პასუხოთ. კი ბატონო, თვლი მე ზოგადად გონია რომ ხარდაჭერის პრობლემა არის, დობის დეფიციტი არის და დობის დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას და ამასთან მიმართებაში მეტი შეხებულობა უნდა იყოს მოქალაქეებთან და გადახალისება ჭირდება ზოგადად ბევრნაირ ფორმით. უბრალოდ ამაზე საუბარი ძალიან რთულდება ხა ამაზე პოლიტიკა და ხალისებაზე გითხრათ როცა ჩემი ყოფილი პარტიის ლიდერი ხა ციხეშია, სხვები ციხეში არიან და ხა მის ფონზე ისი დროა და რამის დრო არის ამაზე საუბარი ფიზიკურად ვერ ახერხებს. თუ აქ საქართველოში გაჩნდება ველი საერთოდ პოლიტიკის კეთების და საუბარს აზრი და უბრუნდება და სიტყვის ფასი ექნება, ამის შემდგომ ცხადია მე ვთვლი რომ უბრალოდ მაგის გარეშე განწირულები იქნება. იმ რესურს არის რესურსიც იქით ხარეს არის ბიძნეონიშვილს აქვს დაამარცხო თუ აქეთ ხარეს არ იქნება იმხელა ტიპის უპირატესობა, რა ტიპის უპირატესობა სჭირდება გადატეხო ხელისუფალი სგავს სისტემაში როგორიც გვაქვს. ამ კუთხით არის შესაძლებელი საკომუნიკაციო ენა ცხადად, არის კომპეტენციის პრობლემები გამოსასწორებელი, არის თანმიმდევრულობა და რაღაცა შესაძლებელი არის რაღაცნაირად დღეის და ხვალის გარდა ცოტა მეტად გრძელვადიანად რაღაცეზე ფიქრის პროცესი არსებობდეს და დამთავრდეს როგორ გითხრათ პანიკური სიტუაცია არ არსებობდეს რა პანიკის მიღმა ეგ ვითარება არსებობდეს თუ არ იქნება ვითარება ესეთი პანიკური მეტი შანსი იქნება ზოგადად რაიმეზე საუბარს იმის ფონზე ყველაფერი უბრალოდ იბლარება და ისკროლება და ერთი დღიანი Facebook ვიდა თუ არ გადაქცეული საათელი სააზროვნო კულტურა როგორც აქეთ ხარეს იქით ხარეს და ეგ შესაძლებელია უბრალოდ როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი რა რაღაცნაირად ყველამ უნდა ქნას იქ მადლობა, საინტერესო იყო ორივე შეკითხვა თავის პასუხებით. დიდი მადლობა და ჩვენ უკვე გავედით ფინალში, სადაც უკვე აუდიტორიას ვთხოვეთ, რომ მოემართათ თქვენთვის შეკითხვებით. დროის ლიმიტის გამო, იმიტომ რომ გაგვიგზავნა საუბარი, შევამციროთ მოდი თითო შეკითხვით, ორ-ორი შეკითხვას რომ უპასუხოთ, თითო კითხვაზე საპასუხოდ გექნებათ 30 წამი. ნიკა გთხოვთ. წაიკითხეთ და მე შემდეგ გავიწვევ დროს. როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ პუტინის იდეოლოგები დუგინი, სიმონიანი, ლავროვი ღიად გაქებენ და თქვენს პოლიტიკას იწონებენ. ასევე იდენტურ პროპაგანდას აწარმოებენ, რასაც ქართული ოცნება ლავროვი უკრაინის კონტექსტში ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ დაარწმუნონ ვაშინგტონი რომის ომის პარტიის ნაწილი გახდეს. ისტორიაში როდეს ყოფილა რომ ტერი საქართველოს ხელისუფლებას აქებდეს და ქვეყნისთვის კარგი ყოფილიყოს. 30 წამი. ეს არ არის შეკითხვა. ეს არის უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ის რომ ჩემი აზრი შეიძლება დაემთქვას ვიღაცას, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს რა, იმიტომ რომ მე და ცოტნემაც რამოდენიმეჯერ ერთმანეთს დავითანხმეთ რა, იმიტომ რომ ხე ის რომ ვიღაცამ რო თქვა 2-ჯერ 2 4-იაო, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს რომ აშოში ეს არის აბსოლუტურად ის რომ ევროპა რომ ცდილობდა საქართველოს ომში ჩათრევას ამაზე თუ დაუშვათ ვიღაცამ თქვა ეს რატო ნიშნავს ავტომატურად რომ ასე არ იყო. დიდი მადლობა ნიკა, ცოტა გთხოვთ. რა არგუმენტაცია არსებობს მეორე ფრონტის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ.
რავი ხა ბერნაერი არგუმენტი შეიძლება არსებობდეს პირველი ჩემს რასაც ამოფხომე რომ უბრალოდ შეუძლებელი არის მეორე ფრონტი იმ ადამიანებს უნდოდეთ რომლის უსაფრთხოება გაცილებით უფრო დაბალ დონეზე არის მაგალითად აქეთ ხარის გულისხმობ აქეთ ფლანგს გულისხმობ მე არც ბუნკერი არ მაქვს ბიზნესში ივანიშვილისგან განსხვავებით მე არც სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები მე არ მაქვს მე ვერ შევაფარებ თავს რაიმე სხვა ტიპის ქვეყანას ჩვენ ზოგადად აქ ცხოვრებ ადამიანებს ყველას ყავს საკუთარი და ვიცი ოჯახი, საკუთარი თავი და მე ეს უნდა წარმოვადგინოთ, რომ ადამიანურად ჩვენც გვინდა კაი ცხოვრება, ყველას ერთნაირად და ომი აქ ვარავის არ უნდა, თან ადამიანურად შევეცადოთ ეს გადმოსცეთ საგარეო პოლიტიკის მიღმად. დიდი მადლობა. რატომ არის ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტი დასავლეთთან ბრძოლა, რომელმაც მილიონობით ლარის დახმარება გაგვიწია და არა რუსეთთან, რომელიც ჩვენი ისტორიული მტერია, 20%-ზე მეტი ტერიტორია წაგვართო და დღემდე აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და კლავს ჩვენთან ამოქალაქებს. ხომ არ შეიცავს რუსულ ინტერესებში. საქართველოს ოცნების პრიორიტეტი არის საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლა და შესაბამისად ის საკუთარ პოლიტიკას ამის მიხედვით აყალიბებს. ძალიან მარტივია რა. და არანაირი კავშირის რაღაცა ეს სიგიჟეები ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია რა. საქართველოს იცავს საკუთარ ინტერესებს, აქედან გამომდინარე ის პერიოდულად შეიძლება იყოს დასავლეთის მოკავშირე, რაღაც მომენტში ჩვენ შევით ჩვენი ქართული ოცნების პოზიცია არის რომ ის იყოს დასავლეთის ნაწილი, მაგრამ უკვე არის პოზიცია როგორც მე ვხვდები რომ იყოს უფრო ღირსეული ნაწილი ყოველგვარი მათი ზეგავლენებისგან განთავისუფლების მხრივ. იყო თუ არა ოპოზიციის შეცდომა არჩევნებამდე და მის შემდეგ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე დუმილი ამ მხრივ არის თუ არა გამოსავალი პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი სისტემის შექმნა. ზოგადად ერთიანი სისტემა პროპაგანდას უხდება რაღაც ერთიანი მესიჯბოქსი არსებობს, უბრალოდ არ უნდა იყოს ხელოვნური და ბუნებრივი უნდა იყოს, იმ ხერხ უდიდესი შეცდომა იყო, როცა ადამიანი თვლიდა შეიძლება ომზე თაშრობეს საუბარი შენი სისუსტე ეს არის წარმოუდგენელი რამე, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როცა ესეთ სიტუაცია ვერაცხებ, რომ გაქვს კაფეო წარმოდგენა, რა არის ის უსაფრთხოების გარანტია, რასაც შეიძლება გქონდეს და მაგის და ზოგადად რომ რეალობას არ უარყოფ და შენს გესმის რა ტიპის რეალობაში არსებობს, ასე უფრო გულწრფელი გამოჩნდებოდით, ასე უფრო დამაჯერებლები ვიქნებოდით. ზოგადად ომის შიში რო სამარცხვინო არ არის და ომის შიში რო გვაქვს და ყოველას რო გვაქვს, ეს უნდა გამოგვეკეთა და მაგაზე პასუხის და საუბრის ვარ გვეშინია, ეგ ყველა თავარ გამოწევაზე საუბრის თუ გერიდება, ჩემი აზრით თქვი უნდა დაიხურო. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ბოლოს შევაჯამოთ თუ რაიმე კომენტარები გაქვთ და დავასრულოთ რომ ძალიან არ დავღალოთ ჩვენი მაყურებელი. შევაჯამოთ ეს დებატები, როგორი იყო ეს გამოცდილება? ჩემთვის გეტყვით რომ საინტერესო იყო ორივე თქვენგანთან აი ამ დებატების წარმატვის გამოცდილება. მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. თქვენ რამე თუ მოგიტანათ რამეზე თუ კი მიიღეთ პასუხი რაღაცა ისეთ კითხვაზე რომ ეს კაცი მანახა ამას კითხავდი და ეგ თუ იყო თუ რამეზე მიიღეთ პასუხები? ნუ პასუხები არ ვიცი ხა დიდათ ესე პასუხები ან ფაქტი ჩემთვის რაც არის რომ მე უბრალოდ არ ხამის თქმა უნდა თვლია რომ ომის სიტუაციაში არიან და ომის სიტუაციაში იმყოფებიან და ამ დროს ყველაფერი გამართლებულია და მიზანი ამათლებს საშუალებას არის და ვერ ვაგებინებთ რომ ეგ რაღაც ეგრე კი არა სხვანაირად უნდა იყოს კომუნიკაცია როცა ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე საუბრობ და ის საშუალებებს რა საშუალებებსაც საკუთარი მიზნისთაც იყენებენ თვითონ ეგ საშუალებები არის ჩვენთვის მიუღებელი და მაგაზე უფრო მეტად გაბრაზდა უკვე ქვეყნის მოქალაქე თვითონ ამ პროცესში რაც დაინახა პირველად რომ სასამართლო ნახა მაგალითად ჩემ ხელ ადამიანმა სულ სხვანაირად იყო მათთვის კი ეს უნდა რა პირველად რომ ნახა რა აბსურდულად უცბად იქ თეატრი დაუდგა კაც რომელსაც არ დაუჭერია და იბრალო რომ მე დავიჭირეო ოქში სხვა წერია თვითონ სხვა სამოს აი ეს რომ დაინახეს ეს სხვა სიბრაზეები რომ შემოვიდა და ქართულოცნება რომ ფიგუნდა რომ ყველაფერი ეს გადააყოლოს რაღაც სხვას და მინდა რომ აი ეს დაინახონ მათ პირველ რიგში და მე ვხედა რომ აი ამას ბლარავენ რომ თვითონ პროცესის განმავლობაში რამხელა ტრავმები და ტრაგედიები დატრიალდა ამ ქვეყანაში და რა მასშტაბის არის ნეკა თქვენ ის თქვენ გიდათ ჩემთვის საინტერესო გამოცდილება მე ვთქვი რომ მნიშვნელოვანია დებატები პრინციპში გვეთყობა რომ აღარ დებატობთ ერთმანეთში უკვე ანუ არის ამ კულტურის ნაკლებობა და ძალიან სამწუხაროა იმიტომ რომ რაღაც მომენტში რატომღაც მეორე მხარემ გადაწყვიტა რომ ეს რაღაცა კანსელის კულტურის ჩამოყალიბება სწორი იდეა იქნებოდა და საკუთარ თავის გამოცხადება რომ ისინი რაღაც გენიოსები არიან და მეორე მხარე რაღაცა ბნელები და არაფერი არ შეუძლიათ აბსოლუტ და ის ვერია ვიცით რა არის გიორგი მე ასე ვიტყოდი რა რომ ჩემთვის მე ახლა ხვდები რომ მაინც რაღაც მიუხედავად იმისა რომ თლად ომდე არ ჩანს მაინც ხვდები რომ ოპოზიციას თლად ისეთი უიმედო შეიძლება არ იყოს როგორც მე წარმოვიდგენ და აქვს რაღაცა თვითრეფლექსიაც სამწუხაროდ არა იმ რაოდენობის რაც უნდა
გქონდეთ, მაგრამ რავი, კარგია რა. მე ძალიან მომწონს თქვენი ასე ვთქვათ პოდკასტი და რავი, მოუწოდებ ასე ვთქვათ ჩემს ნაცნობებსაც და გამოიწერენ, იმიტომ რომ ასეთი პოდკასტები გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ რაღაც პოზიციები დაუახლოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ოპონენტმა აქციებზე საუბარი სცადა ბედნევანიშვილზე საუბარზე გადაეტანა, ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მთელი რიგი თემებია, რომელშიც ჩანს, რომ თავისუფლად შესაძლებელია საუბარი ყოველგვარი რაღაც ერთმანეთის შევაწყდების და იმის გარეშე, რაც მივესალმები აბსოლუტურად რა. დიდი მადლობა გაგიმ ხელს, რაც აქამდე გვითხოვს ჩვენი ამ პოდკასტის ერთ დიდ მიზანს, ის არის, რომ თუნდაც პატარა მონაწილეობა მივიღოთ დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებში და აი ეს საუბრები არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ შევთავაზოთ აუდიტორიასაც და მხარეებსაც. დიდი მადლობა იმისთვის, რომ უყურებთ ამ დებატებს, გთხოვთ რომ გამოიწეროთ 64-ის YouTube-ის არხი, გააზიაროთ ეს ჩანაწერი და კიდევ უფრო გაგვახარებთ თუ სხვადასხვა მეგობრებს ჩატებშიც გაუგზავნით მას. მადლობა შემდეგ დებატებამდე.